ერთ-ერთი საიდუმლოება არის ფსიქოლოგიაში, მაგას ხსნიდა ყველა მასების ფსიქოლოგია, ლიდერთა ფსიქოლოგია, რა ერთიანებს ადამიანს ჯარის ფსიქოლოგია, რატომ არის რომ ერთი უტვინო ვთქვათ ოფიცერს, რომელიც არის ჭირვეული და ახირებული, ექვემდებარება 100 კაცი, თან ყველა ცალ-ცალკე აღებული, ყველა უკმაყოფილოა. ვერ ერთიანდებიან, რომ ეს კაცი გადააგდონ. ხო, ეს ერთ-ერთი საიდუმლოებას წარმოადგენს და თავს იმტვრევდნენ მთელი რიგი ისინი, აი ლებონის აქვს ძალიან ძლიერი ისა მასების ფსიქოლოგიაზე წიგნი, ჯოგის ფსიქოლოგიაზე, მასების ფსიქოლოგიაზე აქვს ადლერს დაწერილი. შემდეგ რომელი ერთი განვიხილოთ, რომლებსაც აინტერესებდათ სწორედ ეგ საკითხი. აი თქვენ რაც დასვით ახლა ყველამ ვიცით შაშუაშვილი ვინ არის, ხო? ხალხმა ჩვენი გამოკლებით. და ამ დროს მიდიხარ ისევ და ველს ქმნის ექტები და მაგასთან ხარ. ან კიდე შევარდნაძე საგინებდა გოგა ხაინდრავა და იგივე გოგა ხაინდრავა მირეკა ხალხი და შევარდნაძე ჩამოაყვანეს და იჯდა შევარდნაძესთან. ეგ ფენომენი ცრაუცნაურია. ამას ახლა თუ რელიგიიდან არ მიუდგებით, ისე ვერ გავხსნით. ვერცერთი ფილოსოფიით ამას ვერ მიუდგებით. და ბიბლიაში კარგად არის სუბიექტი, პიროვნება, სატანა, რომელიც ინფორმაციას ამახინჯებს ღმერთიდან მოწოდებულს და არის მისი შვილები. და წინააღმდეგობრივი ლოგიკა საიდან არის? სატანიდან, ხო? ამახინჯებს ყველაფერს და ერთი მეორეს რო გამორიცხავს, ისეთ აზროვნებას ჩაგიდებს და მართლაც ესეა. ერთ შემთხვევაში პიროვნებას აქებ და მე იგივე პიროვნებას აძაგებ. მე იგივე პიროვნებას რო აძაგებ, კიდე ისევ აქებ. ესეთი რამე მოსულა საქართველოს სივრცეში, ხო? უცნაური ქვეყანა არის ამ ხრივ. მე გასაოცარი კიდე რა არის? კონკრეტულად რამე არაფერი არ იცის. არ მუშაობს მან ინტელექტები, რომ მასიურად დაიყაროს ერზე მუშაობა, სხვადასხვა ფორმებზე, სხვადასხვა ფენომენებზე. ნუ რაც გვაუცებს დასავლეთი ამ ხრივ, ამერიკა ხო ამ ხრივ გასაოცარი ქვეყანა, წიგს ვერ დაასახელებს, საკითხს ვერ დაასახელებთ, წიგნი არ იყოს დაწერილი. აი საკითხი არ არსებობს, აი საკითხი. აი მოგივიდათ თავში რაიმე კითხვა? იმაზე უკვე წიგნი დებს. ხო, აი შფოთზე მარტო. რამდენი წიგნია დაწერილი, რომ შფოთი აერიდო. რიტორიკაზე, რამდენი სახელმძღვანელო რო გვასწავლის როგორ ვილაპარაკოთ. აი ესეთი რამე საქართველოში თუ წაკითხეთ თქვენ. რა ვიცი, გაუცდებით რა, რომ აი შეხვიდეთ თქვენ და ამოიყაროთ, აი რაღაცა კითხვა რო გაგიჩნდეთ, მე შედით არის თუ არა მასე წიგნი დაწერილი. და იცით როგორი წიგნი? საკმაოდ ძალიან ძლიერი წიგნები. ეს ისე არ არის რა, ბოდიალა რაღაცეები. ეს არის გულწრფელად, ინდივიდუალურად, აი პრობლემასთან შეჭიდებული კაცის აზრებია გადმოცემული. აი ეს არის დასავლეთი და როცა ვადარებ უკვე შემეცნებისას, დასავლეთისას, ჩვენსაც ქართულის, ამ ხრივ ჩვენთან არის სრული ვაკუუმი. არაფერი მანდ არ არის. ან ყოველთვის მანდ არის ერთი ხმა. მანდ არ არის პოლიფონიური აზროვნება. მუსიკაში პოლიფონია ხო მაგარი რამეა? თუ არის ახლა ეს კაკაფონია, არაფერი არ გამოვა. მანდ მუდამ კაკაფონია არის ერთ იმასთან, ერთ ხმაში არის. მე ვიტყოდი, არც კაკაფონია არის მან ცნობიერებაში. როცა მოვა რომელიმე ერთი პიროვნება იმის აზრს გაავრცელებს ყველაზე და ყველა ამას აიღებს. მანდ არის ცნობიერების ერთი ხმა. არ არის პოლიფონიურობა. შემეცნებაში აუცილებელი არის პოლიფონიურობა. ხო, მით უმეტეს ადამიანის ფენომენი რო დგას დღეს წიგნში, იმიტომ რომ ყველა ადამიანი მანდ ერთი და იგივე ხო არ არის. შენ რაც გინდა ის შეიძლება მე არ მსიამოვნებდეს და ნუ მახვევ თავზე შენ აზრებს რა. არ არის სწორი. აქვს უფლება შენ აზრს, მაგრამ თავზე ნუ მახვევ. საქართველოში ხო ესეთი რამე არ არსებობს. აკვიატებულია ყველას. ერთი იტყვის რომ მაგალითად დიმიტრი უზნაძე არის სოფლიო ფსიქოლოგი, სულ ყველა გაიმეორებს ამას. და გაიმეორებს ხალხი, რომელსაც წაკითხული არ აქვს. ერთი იტყვის რომ კონსტანტინე გამსახურე დიმიტრი, ყველა გაიმეორებს მაგას. უცნაური არავის თავის შეხედულება ამაზე რომ დამჯდარი დაგილაგოს, რატომ არის ეს? ვერ აგიხსნეს. გაცილებით კარგია, ხო? ამიხსენი რა, ბოდიალი რა თმინდა. როგორ აჩანს, ხო ხედავ, განუვითარებელია მათ სულ ყველაფერი. აი შემეცნებას რაც ეხება. არც ფილოსოფია, რა თმინდა ხა ფილოსოფიის ინსტიტუტი მანდ. რაზე მუშაობენ რო? აი ათეისტური იყო ფილოსოფიის ინსტიტუტი და ათეიზმზეც კი არ აქვს მაღალი შრომები, როგორც დასავლეთშია. აქ ყველანაირი შრომა არის დასავლეთში ათეიზმზე. აი ყველა კუთხე არის რა. მაინც საინტერესოა, ხო? მანდ არაფერი. მანდ როცა იგითხავ წიგნს, ვერ გაიგებ თავსა და ბოლოს ვერ მოუბამ. აიღეთ რომელიმე სერიოზული წიგნი, სერიოზულ თემაზე და თუ რამეს გამოიტანთ იქიდანაც, მე თავს დავხრი. მომიტანეთ მაგალითად, აი ნათელი წიგნი თუ არის საქართველოში, რომელიც ეხება პრობლემებს, სოციოლოგიას, ადამიანის პრობლემას, ეგზისტენციას და რამე პრობლემაა დაყენებული და მე რა ჩაგვახედებს. არის ქართულ ენაზე ქართველი მეცნიერი წერს ამას? ეს არის სუფრის ცნობიერება. ეს არის რომანტიკოსი, უშნოდ რომანტიკოსი ერი, რომელიც დროსტარებას არის აყოლილი და უსაქმურობის გარდა არაფერს არ აკეთებს. ერი, რომელიც არაფერს არ აკეთებს და რასაწყენია, რომ მაგ უსაქმურობის იმაში მეც ერთ-ერთი უსაქმური ვიყავი. ხო, ვიყავით ჩვენც ესე. და მე მაგათ თავი დავანებე, ჩემ თავზე დავიწყე მუშაობა.
616 მწერალი და კავშირის წევრი. ხო, 70-იანი 80-იანი წლები. მე ეხლანდელი მონაცემებს არ გეუბნებით. დაგვირთ 616 წელი სოფლიოში ვერ ჩამოთვლით რა. აი ისმის კითხვა, ამ წერილებს რამე უმუშავიათ ქართულ ცნობიერებაზე ყოფია პრობლემები? არაფერი. ლექსების წერა, მოთხრობები, დროს ტარება, მაგრამ ცხოვრება მოიწყეს მეტყავეები და მეტდროვეები. ფილოსოფიის ინსტიტუტი, რაიმე ფილოსოფიას უმუშავია, არ ვერც იმუშავებდა. ნუ კარგი ვიღაცა იტყვის, მაშინ მარქსი გვიგრძალავდნენ. მაგრამ 20 წელიწადი არის აღარ არის ეგ იდეოლოგია. ეხლა რა ღმერთი უწყრება ქართველებს? უფრო უკან წავიდნენ, წინ კი არ წავიდნენ. ამ ხრივ ყველაფერი გაჩერებულია და ყველა დაკავებული არის კუჭის რესტავრაციაზე, კეთილ მოწყობაზე, ბინები, სახლები, რემონტები, მანქანები. სულ ამით არის დაკავებული ყველა. არავინ არ არის ადამიანი აწუხებდეს, იცი, ეგზისტენციული პრობლემა, ფილოსოფიური, რელიგიური. რაკიღა უკვე ეკლესიაში არის მართლმადიდებლო დამთავრდა, თურმე რელიგიაზე აღარ უნდა იწერო, აღარ უნდა იფიქრო, ბიბლია აღარ უნდა იკვლიო. თუ ბიბლია არა თქვა რაღაცა ქართულმა რაღაცა ახალი მაინც იკვლიოს, მოკლედ მაძებარი იყოს რა. არა, ის თავიდან ბოლომდე ჩამოეკიდა, აი მედალს რო ჩამოკიდებ, მთელი ერი ჩამოკიდებული არის, რა ესეთი სიმბოლო რო ვიხმაროთ, შიოლაშვილის კისერზე მთელი საქართველო ჩამოეკიდა. და არც კი იციან რა კისერია ესა. კაცის შვილი არ იკვლიოს. და გამოდის ადამიანი და იძახის, აი ესეთი სოფლიო დონის ფსიქოლოგი იყო დიმიტრი უზნაძე. აი ეს ფსიქოლოგიის ინსტიტუტი დახურა სააკაშვილმა. აი ესეთი მწერლები ყავდა. მწერლები რო ყავდა, საქართველოსთვის თუ ჯერ გამოსადეგია ეგ მწერლები. თავისი ოჯახისთვის გასაგებია, გამოსადეგია, ჭამა, სვა, სამსახურში ჩაუდგა, გამოაშტერა ხალხი და ეხლა აღარ აფინანსებენ და ამიტომ გამოდიხარ და იძახი დავაგვაბრუნე უკეთესი მწერლები. რა საკეთებდი ამისთანაც? მწერლობით ქვეყანა არ აყვებულა ხო იცით? მწერლობით შეჭამ საჭმელს ხაჩუ არ გადამრიოთ რა. ყველა ძლიერი მწერლები შეერკვდებოდა დასავლეთში. ყველაზე უნიჭიერესები. ბალზაკი მოგიხსენება შეერი მოკვდა. და აქეთ მე-20 საუკუნის მწერლები რომელი იყო მდიდარი? მე მდიდარი მწერალი მე არ ვიცი. თავზე რო გადადიოდეს რამე. და მაგ საქართველოს მწერლები გახსოვთ? გაიფხინძა დღევანდელი ისა ლაშა ბუღაძე და წამწერლო დავით მაღრაძე და გამოდის და როგორ იცი? აო პოეტია ისეთი რომ აო მოკლებთ როგორ იცი? რომ იტყვის всё დამთავრდა ქართველები გამოიცვლებიან. ვის რა ჯანდაბათონაზე სუფრის პოეზია. რა თქმა უნდა მაგიდაზე ყოველთვის ლექსაობ გიჟი კაცივით. ეგრე ლექსაობდა და კითხულობდა ამ ლექსებს საღარაძეც. და არ დაიცვალა. რა, აი ვის რა? ვინ გამოიცვალა? ვის აზროვნება აქვს? პრობლემები არ არის საქართველოში? და არ აყავს ქართველებს ინტელიგენტები. ესე იგი გონებაზე, ცნობიერებაზე მომუშავე, აღარავინ აღარ არის მანდ. რომ იკვლიოს ქართველების ბედიღბალი. არ აინტერესებდა, აუ კარგი, შენ არ იკვლიო, არ იკვლიო. ჯო დასავლეთმა იკვლია ზოგადი ადამიანი. ის მაინც შემოიტანე და თარგმნე და ქართულ ენაზე გავაცნოთ ადამიანს რომ ადამიანი რა არის. და როცა გაიღვიძებს ეს და გამანათდება, იქნებ ბევრამე მე მიხვდეს ქართველი ხო. გემოვნება კიდე ქართველს უფრო მაგრად დაწევია დაბლა. ნახეთ რა ფილმები იღებენ ქართველები. თუ ეგ ფილმებად ჩაითვლება. ან რა ფილმებს აჩვენებენ ქართულ ტელევიზიაში. ეს ხო გემოვნებას თავიდან ბოლომდე დასწევს. სამხრეთ ამერიკული სერიალების გარდა სერიალები არ არსებობს. რა უნდა ისწავლო მანდედან? გაუთევლად 24 საათი ტელუბიში მენია, ელუბლუცებია, ტელუბიში მენია და ყველა ერთმანეთს დაასდევს ბავშვებს ეძებენ. ეს კრეტინული ისენი ვის რა თუნდა? შეიძლება სულ მუდმივად აი ვიმუშტრივანი ხდება, იცი რა, ერთი და იგივე მიტის და მიწა ათაყვანებს, არაფერი ისე არ ათაყვანებს ცნობიერებას, როგორც ერთი და იგივეს გამეორება. თანაც მატერიალური, თანაც არასწორი. თორე ერთი და იგივე ხლა ქრისტიანული მსოფლმხედველობაზე მსჯელობა ეს ღმერთი მუშაობს და რაღაც შენ ინდივიდუალურ სახეს დაგაახლოვებს, რომელსაც დაშორდი სატანის მეშვეობით. აი ეს ხლა საქართველო არის დროსტარების ქვეყანა რა. ყველაფერი იწყება სუფრაზე, თავდება სუფრაზე. სუფრის გარეშე მან ცხოვრება არ შეიძლება. რელიგიაც რო სუფრის რელიგია აქვს, რელიგიაც არის სუფრაზე, მღვდელი აუცილებლად უნდა იყოს სუფრაზე. უნდა აკურთხოს სუფრა ისე როგორ შეიძლება, ესე დაიხჩობი თურმე. 70 წელი არ დაგვჭვალა ერი სუფრაზე იჯდა სულდა. ეხლა რა დაიხჩობა? პირიქით, ეხლა არის საშიში კიდე ამათი კურთხევა და ამათი გადაკურთხევა. ხაინდრავაც რო გაყოლია იმას და თელი ინტელიგენტებში ეგეც ჩარიცხულა მოსკოვში. შიოლაშვილს რო გაყვა, წაიყვანეს და გაყვა ლაშქარი. ვინიც ეს როგორი სამარცხვინო მდგომარეობაში იქნებიან. აი ეგ მინდა მაჩვენონ. სად მიდიხარ, რო აგინებდი თელი ცხოვრება, რუსებს ეხლა სატო მიდიხარ. რა იმან არის ის? გამსახურდია, მაგიტომ გადააგდეს რუსებთან რატო დაიჭირა ესენგეში რატო? ესენი რატო მიდიან? რას ეღრიტინებიან? გვაცხოვრეო ეხვეწებიან? აბახლა ისთვის მიდიან? რა, აფხაზეთი დაგვიბრუნეს ეთყვიან და შეასახლებენ ქართველებს თუ რა? აი ეს გადაყრილი ინტელიგენტები მიდიან რუსეთში, იმიტომ რომ ისევ გაბატონდნენ ჯოგზე და გადაიყაროს ის მწყემსები, რომლებიც დასავლეთიდან იყო დანიშნული. ეგ არის მეტი არაფერი არ შეიცვლება. შეიცვლება ჯოგის მწყემსები. ჯოგს მწყემსავდა დასავლეთიდან განწესებული მწყემსები. ეხლა ივანიშვილის მწყემსი რუსეთიდან
აი ამისთვის ჩადნენ ისინი და იქნებ მეც რაღაცა მიდიან იქ. ხო, მწყემსის სტატუსის მოსაპოვებლად, ხო? ამჯერად რუსეთისთან. სასაცილო არ არის და ეს სააკაშვილი ამერიკაში გაქცეული არის. ის იმას ეღრიტინება. პრეზიდენტი მათხოვრობს ამერიკაში. პარლამენტის ისა და სამღვდელოება მთელი ერის სული და გული შიოლაშვილი მთელი ერის ნების გამომხატველი მოსკოვში მიდის. რომელია სწორე? რა უპატრონო ქვეყანა ხედავთ. ასე უპატრონო იყო მე-17 საუკუნეშიც. მთლიანად სამეფო ის რო გაიყარა, საწყალი გლეხები რო დატოვეს ელეკებისა და თურქების ანამარა და თვითონ 300 კაცით, რა თუნდა და 300 კაცით იმას დაიცავ, ხო, რამოდენიმე ხანი ბრძოლას გაუმკლავდები. რუსეთში რო გადაიხვეწა ვახტანგ მეექვსე. და რამდენ ხანს ეღრიტინა, მაინც ვერ მოესწრო მაგას, ისე მოკდა კაცი. იმის მერე კაი ხანი არა კიდე, ხო? მე ისე მოატყუეს და სულ აწიოკდა საქართველო. აი იგივე მეორდება. უბრალოდ სხვა ფორმებია, უფრო სხვანაირი ის არის ინტეგრაცია, მაგრამ ის მათხოვარი ხალხიც მაშინ არ აიყარა მოსკოვში. გაუკეთეს რამე? არაფერი. პირიქით, გადახედეს, გადამოხადეს, მოიცა ამ ფანჯარას მე მგონი ჩვენავით ისეთ შენ არ შეგიძლია და 100 წლიანი ის შემოიღეს, გააუქმეს ყველაფერი და 100 წელი გუბერნია იყო თითქმის საქართველო. ამას უჯანყდებოდა ქართველები და მთელი საქართველოს ისტორია არის განთავისუფლება. ხან ერთი ბატონისგან თავისუფლდები, გაგანთავისუფლებს ღმერთი ერთი ბატონი, მეორეს გამოგიძგზავნის. მეორესგან გაგანთავისუფლებს, მესამეს გამოგიძგზავნის. დრო აღარ არის მიხვდე რომ ბატონების ცვლაში რატო ვართ? და ეხლა მთელი უბედურება ის არის. ადრე გარედან მოდიოდა ბატონი, ეხლა ეროვნული ბატონიც წამოგვისკუპა ბოლო პერიოდები 70 წელი. მერე მაგი წმინდათ ეროვნულიც შეიცვალა, მერე დისიდენტური ბატონიც შეიცვალა. ეხლა პროდასავლური ბატონი სააკაშვილი შეიცვალა. ეხლა ისე ვიცვლება ეროვნული, მხოლოდ პრორუსული უნდა იყოს. ეს არის სამარცხვინო ისტორია არის ქართველების ჩემყარები. გადახედა მაგას იცი და შეადარებ უკვე ქვეყანებს არის ხო ქვეყანები აქ. გული ჩაგწყდება რა, ნებისმიერი წიგნი როცა მე ჩამივარდება ხილში და დავხედავ, იმ წუთში გამახსენდება საქართველო. აი ეს თავში რატო არ მოძდიოდა მეთქი საქართველოში თავს რო იქებს ქართველი მწერლი. აი რატო არ მოგდის ეს პრობლემა ამას რომ მოუვიდა? ხო, აი ყველაფერზე რო წიგს წერენ, არაფერს არ კრძალავენ. არავინ არაფერს არ კრძალავს, აზრი გაქვს, დაწერე გამოუში. გაიყიდება, ხო კარგი, არ გაიყიდება შენი პრობლემაა. მაგრამ აზრები მაინც კარგია ხო? აზრებით არის რომ ადამიანები დაუსწრებლად ვეცნობით მეორე პიროვნების აზრებს. ჩვენთან მითხარით ახლა აი 20 წელიწადი რაიმე ღირებული წაგიკითხიათ? რაიმე საქართველოში ახლა რამე ღირებული ამ 20 წლის მანძილზე თუ დაწერილა. აი ღირებული რაიმე თუ მოგისმენიათ, ან პოლიტიკური ნაშრომი, ან ეკონომიკური ნაშრომი, ან ფილოსოფიური ნაშრომი თუ დევს, ფსიქოლოგიური ნაშრომი, ლიტერატურული ნაწარმები თუ შექმნილა, კინემატოგრაფიაში თუ შექმნილა ისეთი რამე, რომ აი თუ თვით საქართველოს დონეზეც კარგი იყოს. რამეა ესეთი არის. ნახეთ რა აბდაუბდებით არის სავსეს ყველაფერი, ეს 20 წელი არის, რა ვერ გაუგია ქართულს რა დაჩხაპნოს. და მთლიანად ერი უკვე შეცვიდა ეკლესიაში. ერი ბერი, ზოგი ცინიკოსობს, ზოგი, მაგრამ გაივსო საქართველოს ხატებით. შიოლაშვილიდან დაწყო ვისი ხატი აღარ არის. და ეჯიბრებიან ოთახები გამოტენონ ამ ხატით. რა არის ეს უკან სულა არის თუ წინ სულა არის მეგობრებო, ეს რა არის, რა ჯანდება არის. უნდა დაახასიათო ეს კარგად ხო? თავისი შესაქმებელი რა გვაქვს ჩვენ მე ვერ გავიგე. სანამ ეს ხაინდრავები იქნება, არაფერს არ ელოდოთ კარგს რა. ესენი არიან ვიგინდარა ხალხი. აი მოძველ ბიჭო, ვიგინდარები, აი უსაქმურები, აი მთელი ცხოვრება შეიძლება ვიგინდარა იყო. რა რეჟისორი ეს არის, რა ოპერატორია, საერთოდ არ იცნობს სოფლიო. ვის რა ჯანდაბათ უნდა ხაინდრავა. შეიძლება ვიღაცამ არ იცოდეს, მაგრამ ყველაფერს თვალყურს ვადევნებთ. ის არ მითხრათ რომ გაგვეპარა. აი იცი რა, აი ხაინდრავას კინოში სოფლიო უყურებდა. შეეტენა ამ პოლიტიკური იმებში, შევიდა, იმ თავრობაში იჯდა, იმ პარლამენტში იჯდა, მერე სააკაშვილთან ცოტა ხანი იყო, მერე გამოვიდა. ეხლა რიგში დგას კიდე უნდა. ხო, იქნებ რამეს გამორჩეს. აი მაგიტომ სანამ ესეთი ხალხი საქართველოში კიდე წყემსებად თითოლებიან, ერი ყოველთვის დაბნეული იქნება, იმიტომ რომ ვიგინდარა მწყემსი ცხვარს ვერ უვლის. უნდა იყო ერთგული. გავიგივი დაყავლი, გადადი რა. დაუთმე სხვას აზროვნება, ახალი აზროვნება მოვიდა. სულ შენ ახარ კაცო, ბრძენთა ბრძენი? რა თქმა უნდა, ხა შევარდნაძე რო შემიცვალეს შიოლაშვილით. ამათ შორის ხომ მსგავსება აი ტყუპი ეს არის ცნობიერების ტყუპები. ბლიზნიცები არიან გნოსეოლოგია ყოფიერებაში რო იცოდეთ. ეს ტყუპის ცალია. ერთი იმაშია შვებულებაა თუ რა ქვია აცტავკაში, თადარიგში. მეორე მოქმედებს ჩფიტული და შევარდნაძე ხალხი სულ ყველა შიოლაშვილთან არის. დააკვირდით, სულ ყველა შევარდნაძის ხალხია შიოლაშვილთან. გადაყრილები. სირცხვილია რომ 50 წლის კაცია, ხო ცოტა მეტი ხაინდარა 53-14 წლის ხო. ესე იგი ყოფილა მაგარი გოიმი. ამგაც რა ეთყობა ევროპელი განათლებულობის. მას ევროპული ცნობიერება რა აქვს და როგორ უნდა ამიშენოს ამან ევროპა. ევროპული მაგას ტანსაცმელი და ავეჯი აქვს და მანქანაზე ჯდომა. ტვინი მთლიანად არის დამახინჯებული. აი
კოპირებას რო აკეთებს, მისი აზროვნება დასავლეთისთვის გაუგებარი, მაგრამ რო დაილაპარაკოს, ამერიკელი ვერ გაიგებს ეს რას მოდიალობს. არ არის ამერიკულ ცნობიერებასთან ახლოს ეგა. და იმიტომ არის რომ არ ესმით რა. ამიტომ რუსებთან მიდიან. რუსებთან ახლა ამერიკელი არ მოусმენს, არც გოგა ხაინდრავას, არც უსუფაშვილის, არც აკაშვილს უსმენთ ახლა რო შეხედავ, არა რა, ვერ ახარ ისეთი ახლა. ვერ გააკვირვებ რა ამათ, იმდენი წიგნებია, ყველა პრობლემა ამოყარი და ყველაფერია დევს რა. გამჭვირვალეა ყველაფერი აქ, რაც შეეხება ადამიანს. ადამიანი მაინც ამოტრიალებული არის რა. აი ეგ დედამიწაზე რომ დაამთავრეს, უკვე გაიჭრენ კოსმოსი და ზღაპრებში და ფანტაზიებში გადავიდეთ. უკვე ადამიანს ფანტაზიაშიდაც იხილავენ. რეალობაში ხო შეიმეცნეს. რაც შეეძლოთ. ბიბლიაზე აღარ არის ლაპარაკი. ყველანაირი რელიგიური ის ამერიკაში ინგლისურ ენაზე დამუშავებულია. ისლამი, ბუდიზმი, არ არსებობს რელიგია ინგლისურ ენაზე დამუშავებული არ იყოს. მითხარით საქართველოში რა ხდება? ტრენჩია რომელიღაცა ქვეყანის ხან ამერიკის, ხან რუსეთის და ეს კაი ვარიანტი და ისე საერთოდ შეიძლება გაგაუქმონ. ეხლა რისთვის მიწანწალებს ეგა? ხვაინდრავს არაცხვენია. ლუკმაპურის საშუალებლად წავიდა ეს ვიკინტარა. ჩამოამერე სუფრაზე დაჯდება და იტალიკინებს და იტალიკინებს. ეგ ინტელიგენტად ჩაითვლება? სანამ მე ხალხი არ წავა, არაფერი არ მოვა. და ახალიცაც უყურებთ ახლა ჩვენ, ახალი უნდა მოვიდეს თვისებრივად, ახალი კაცო, უნდა დაიწყოს რეფორმები გონებაში, ყოფიერებაში. მე დავეციოთ იმას რა, რაც წიგნებიან ნათარგმნი, შენ არა წერ კაცო, სხვამ დაწერა, ჩემზე იმუშავა სხვამ. ჩემზე როგორც ადამიანზე იმუშავა ინგლისელმა და მადლობა ღმერთს რომ ასეთი ერი არსებობს. იმის წიგნებს მე ბევრი რამე მოუწია ჩემთვის. აი იმ ლიტერატურას უფრო მეტი რამე მოუწია ჩემთვის. რომ წაიკითხავთ, რა ვიცი, რა თემები არ არის, რა თემები არ არის. აი, კაცი დაავადა რაღაცით. თავის ტკივილით წიგნი დაწერა, რას განიცდის ამ ტკივილში. და წარმოიდგინე, რომ ვისაც ეგ ტკივა იგივე რაღაცა, იმას რო წაიკითხავს რა შვებაა. მითხარით საქართველოში რა ხდება? ფორმით არის რაღაცა ვითომ ევროპული ტანსაცმელები. აზია, საშინელი აზია რა. ახლა შემეცნებაზე არავინ არ მუშაობს. შემეცნების გაუმჯობესებაზე, პრობლემის დასმაზე. ამიტომ ეს ყველაფერი მათ ბიზნესის ხასიათს ატარებს და უფრო მედროეობას და თანდათან უკვე იმას აქვს ადგილი ჩაქოხვას. თითქოს ზედაპირულად ყველაფერი გვაქვს. რო შეხედავთ აი ტურისტული თვალით, დასავლეთელის თვალით, საქართველოს ყველაფერი აი მანქანები დადიან, აცვიათ ხალხს, აცვიათ ნორმალურად, გემოზე სახლები აქვს, კარი აქვს, საჭმელი-საცმელია, რესტორნები სავსე, აი ტურისტის თვალით რა, აი უცხოელი ჩამოიტყვის. აი ყველაფერი ეგზეა ამ ქვეყანა, აბედნიერი ხალხია. მაგრამ დაკვირვებული თვალი, მოაზროვნე თვალი, ფილოსოფოსი ქილაფსი დასავლეთელი მიხვდება რომ ამის ზედაპირის სიღრმეში საშინელება დეს. აი ეს აკლია ქართულ ინტელიგენს. ამას ვერ იღებს. ფენომენში ვერ წუდება პრობლემას. ტრანსცენდენტზე ლაპარაკი არ არის. ზედაპირის მწერლები ყავს, ზედაპირის ფსიქოლოგები ყავს, თვალის და ყურის. და ლაპარაკიც ესეთია ხო, დროს ტარება, ჰო და მეტი არა. რელიგიაც კიდე მჭუნვარე და ამწუხრებული უნდა იყო რა. ესე იგი სიცილით მიდიხარ ეკლესიის კარებამდე და ეკლესიის კარებში წვიტავ სიცილს, დამწუხრებულ სახეს მიიღებ, რაღაცებდიანს, დასერიოზულდები, შედიხარ იქ რაღაც 20 წუთი ხარ რაღაცა ცუდ დღეში, გამოდიხარ იქიდან და ისე გაიხცინებ. მე დაიწყებ ხარხარს, ან რესტორანში შევარდები. რაღაც ეს თეატრალობა არის. არავინ არც გულით მიდის მანდ და არც სიყვარული და არც პრობლემით. ხო, რატომ მიდიხარ? პრობლემით უნდა მიხვიდე. რაღაცა ტკივილი მომიყვანა. როგორც ექიმთან მივდივარ, მე პრობლემით. მაწუხებს რაღაცა და მივედი ექიმთან. გაწუხებს რა მე. და რომ მიდიხარ, თუ წარმარო რო დადიხარ, არაფერი შედეგი არ არის. ივლი იმ ექიმთან, რომელიც არ ვერ კურნავს. იცვლი ექიმებს, ხო? საქართველოშიც დაიწყო მღვდლების გამოცვლა. და არბიან, როდის მიხვდებიან, რომ მღვდლების გამოცვლას აზრი არ აქვს. რა უნდა გიშველოს იმ? რა, თვითონ დაბნეულია, თვითონ აბნეულია და გაუბედურებულია თვითონ. მასაც პრობლემები აქვს, უფრო შენზე მეტი. მაგრამ ფორმის ტყეობაში რო არის, ადამიანი ამას ვეღარ ატყობს უკვე. იცი, წვერი მოუშვა, ჯვარი ჩამოიკიდა და ფორმა. აი თვალი, აი თვალს ვერ ცილდება ადამიანი, სიღრმეში ვერ გადის. ეს გვაკლდა ჩვენ ოდითგანვე, ჩვენ მწერლობას ეგაკლდა ფილოსოფოსებს, რაც დასავლეთმა იკვლია. ნუ საბერძნეთთან დაწყებული ყველა, რა ვიცი, ტრაქტატი არის სამშვენელის პრობლემებზე რამდენი ძგნებავთ. ამერიკაში წერდნენ ამაზე, ნებისმიერ მოვლენაზე წიგნი იწერება. პიროვნება თუ ერთი დღე რაღაც სევდიანი და ნახველიანია, იმაზე ადგება და დაწერს რატომ არის ეს ამას ასე. ხო კარგი რამეა ეგა. და ძალიან კარგი აზრებით, იმიტომ არის მიმობნეული სოფლიო ესეთ ძალიან ძლიერი ლიტერატურა. შემოგვინახეს რა, ადამიანთა სატკივარები. ბიბლიოთეკა რა არის? ბიბლიოთეკა ეს არის წიგნების საცავი, სადაც შემონახული ადამიანის ნაფიქრი ყოფიერებაზე და ცნობიერებაზე. და მე ვცემ პატივს იმ ადამიანებს, ვინც ჩემამდე იყო, როგორ ფიქრობდა ამ პრობლემასთან და რას ვეძებ მე წიგნებში? ჩემამდე იყო ადამიანი, რომელიც სენეკა იქნება, არისტოტელე, პლატონი, სოკრატე თუ ასე შემდეგ და თანამედროვე თუნდაც აი ახლანდელი პიროვნებები, რომლებიც აბა როგორ არის, აი უჭირდა მას, როგორ ებრძოდა იმ პრობლემების, რომელიც ჩვენ წინ არის, სამყარო ჩვენ წინ არის, როგორ ბედნიერები იყვნენ? ნახე, აი მოთავსებული არის ეს აზრები
და ადამიანიც ხო ჩვენ ამით ვახლოვდებით ერთმანეთს ვკითხულობ ამაზრებს, პატივს დამაფიქრებს მეც ხო ადამიანი ვარ. ან თანამედროვე იმიტომ მჭირდება მე რომ ამ პრობლემაზე ვინ მუშაობს. თუ არავინ არ მუშაობს, უკვე მარტო ხარ შენ და შენ მუშაობ და შენიდან იწყება ეგა, ხო? მაგრამ დღესდღეობით ხო ახალს არაფერს არ ავთხოვთ ქართველს. ეს პრობლემები დაყრილი არის ყველგან და ერთი რამე ქართულ ენაზე მაინც იყოს ეგ არის. ხალხი ვინ კრძალავს ამას, ხალხო ამიხსენეთ. ამიტომ ეს დაყრდნობილი ქვეყანა არის რა. დაყრდნობილ ქვეყანაში კიდე რამე გამოვა, არაფერი არ გამოვა. უფრო და უფრო ყრუდება ხალხი, ინტელექტი ჩლუნგდება, ემოცია წინა პლანზე მოდის და მე უფრო ამ ემოციას აღვივებს ეს გაუთავებელი სმა და ეს ახლა ემოციას მე ემოციური ადამიანი ხო იცი კარგად ვერც აზროვნებს. წინ გისწრებს ემოცია. ერთ-ერთ ფილმში ერთი გემი ეუნება მეორეს. ამ კაცო ჯერ გაისვრისო და მე ფიქრობსო. ქართულიც ესეა, ჯერ რაღაცას ჩაიდენს და მე ფიქრობს რა ჩაიდინა. მოდი ჯერ აზრი გაუშვი წინ და მე იმოქმედე. ჩვენ ამას არ უყურებ და ამან ჩაგვაგდო ამ დღეში. ემოციით აირჩიეს სააკაშვილი და 9 წელიწადი მოუძლენ იმას რომ გონებით ვიცი რა ეს არ ნავარგება. ეხლა ისევ ემოციით მიდიან რუსეთში. გავა რაღაც 2 წელიწადი და ახლა ისევ დაიწყება ეროვნული მოძრაობა ანტი-რუსეთის წინააღმდეგ. დისიდენტები ხელახალი პოსტმოდერნისტული დისიდენტები გაჩნდებიან. იმიტომ რომ წრეში ტრიალია ეგა. და არავინ არ მიადგა იმ პრობლემას რომელიც არის. არაფერი არ გამოვა. შიოლაშვილი უწმინდესი უნეტარი. ხო და უწმინდესი და უნეტარესი არის რომ განაგებს ამ ყველაფერ რაც ხდება უცნაურია პირდაპირ. ეგრე არ შეიძლება დავყოთ მთავრობად და იქით ხელოვნება და ლიტერატურა კარგია. რომელი ერი? მთავრობაა ცუდი? თუ ესე იგი მთავრობა არ ვარგა. ეს მთავრობა კაცო გადახვალართული არის თავიდან ბოლომდე მართლმადიდებლობასთან და შიოლაშვილთან და იმას რატო არ აკრიტიკებ? ასე რომ სანამ ნახევარი ზომები იქნება კრიტიკაში და აზროვნებაში არაფერი მანდ არ გამოვა. აი რომ გლობალურად წავა მთლიანობაში კრიტიკა და მიუკორძევებელი. ახლა შენ რომ სამსახური დატოვე და ამიტომ არ ვარ გამთავრობ, ეს სწორი არ არის. ხაინდრავა იმიტომ არის მიუღებელი, რომ როგორც კი სამინისტროს პორტფელი დაატოვებინეს, მე დაიწყო კრიტიკა. ასევე ოქროაშვილი. თქვენ გინახიათ თვითონ რომ ისე იყოს რა, მიუკერძოებელი. არ მინდა რა ისე გაკრიტიკებ, უბრალოდ მიყვარხარ და ჩემი დავრთე გლეხი კრიტიკოსი. არა. ვისაც აკრიტიკებენ აუცილებლად სამსახურში ჩაიყენებენ და ის მერე ქებას დაიწყებს. გაიხსენეთ რუსთავი 2-ის ტელევიზია რა იყო და ვის სამსახურში ჩადგა მე. და ასე იქნება ეხლაც. რამე შეიცვლება? საკამერისია ხმა მოიღო თუ ისეთი სახარ გავლენიანი საზოგადოებაში და ეგრევე მოგთამავენ რა, მედლით ან რაღაცით და დამთავრდება გაჩერდები. სხვათა შორის ტურაშვილს ეგრე გაუკეთა შევარდნაძემ. ბიჭი რომელიც ყიოდა და ლამის გული მისდიოდა ხოლმე და ლამის კი არა ბევრჯერ გული წავიდა ეგ რაღაც ემოციურად რო ლაპარაკობდა მე კორუნჩხები ეწყებოდა. და ეგეც რა ვიცი ეგეთი კაცი რა უნივერსიტეტში გახსოვთ ალბათ 9 აპრილის მერე კუკრუნჩხებში რო იყო დაიბარა შევარდნაძემ და ეგ კაცი ჩამოშორდა ყველაფერს. ერთი ტურისტული ის რაღაცა გამოუწერა იტალიაში ამოგზავრა იქით და დამთავრდა. აი ამ კაცს აღარაფერი აღარ გაუკრიტიკებია. და რა არის ეს რა ფენომენი აი და რომელი ღირსებაზეა ლაპარაკი და ქართველი რო ღირსებაზე დაიწყებს ლაპარაკს. ვინმე მანდ მოუქრთამავი არის. აი ამას ვერ გაცდა ქართველი. იდეას უნდა აკრიტიკებდე იდეას, მსოფლმხედველობას. მსოფლმხედველობასთან ვერ მივიდნენ. მსოფლმხედველობა არავის არ გაუკრიტიკებია. რუსებს აკრიტიკებდნენ და მსოფლმხედველობაა მთავარი, იმიტომ რომ რუსები კაი მოგშორდება, მაგრამ იმ მსოფლმხედველობა არ დაგვიტოვა აი მან. რა მოძრაობა იყო ეროვნული მოძრაობა. მარქსიზმის საწინააღმდეგო მოძრაობა კი არ იყო ესა და როგორც მსოფლმხედველობრივი ბოროტების წინააღმდეგ. არამედ ეს იყო დამოუკიდებლობა რუსები არ გვინდა. და უცნაურია რუსები გავიდნენ, მსოფლმხედველობა დაგვიტოვეს. ნახეთ ამ მსოფლმხედველობას რომელიც რუსებმა დაგვიტოვეს, არაფერი კარგი არ მოგწეს 20 წელი. ამ მსოფლმხედველობას ემსხვერპლა მთელი ერი და ამ მსოფლმხედველობის ნასაზრდოები იყო მთავრობა, შევარდნაძე, მერე სააკაშვილი, ზვიად გამსახურდია. ამას ვიძახდი რომ აი მოაზროვნეები არ აყვავს მეთქი ჯერ ჩვენ. და მსოფლმხედველობას არავინ არ ეხება. იმიტომ რომ შეურაცხყოფას მიიღებს, იმიტომ იგივე მსოფლმხედველობის თვითონ არის მატარებელი და ძალიან ცუდად გახდება. საკმარისია მსოფლმხედველობას მივადგემე და უკვე მძაფრად აღიქვამენ, ხომ? აი ძალიან ფაქიზად ვეპყრობი ჩემიანს ამაზე რომ არ ვატკინო გული. ხო, მაგრამ არ მინდა რომ ის დარჩეს ამ მსოფლმხედველობაში. და მსოფლმხედველობა უნდა გამოცვალო. მართლმადიდებლობა მსოფლმხედველობაა და როგორც კი ამას ჩვენ მივადგებით, შეურაცხყოფილი იმიტომ არის ნებისმიერი ადამიანი. ეხლა განცდაში მარქსიზმი არავის არ აქვს და მარქსიზმის რო ვაკრიტიკებ, დაუშვათ დავიწყო კრიტიკა. არავის შეურაცხყოფილი არ იქნება. მაგრამ თუ მარქსიზმს გადავიყვან მხატვრულ ფორმებში და შეუტევ ხელოვნებიდან ლიტერატურიდან შეურაცხყოფილი დარჩებიან. ამ დროს უცნაურია, რატომ ხარ შეურაცხყოფილი? რამე წაგართვი? რამ გაგაბრაზა? თუ შენ ეგეთი არა ხარ. აი ესეთი კინორეჟისორები, როგორც იყვნენ ელდარ შენგელაია და ისეთივე მწერალი, როგორც იყო ჭაბო ამირიჩევი. ისინი სამსახურში იდგნენ. ამიტომ დაუშვეს ისინი ელიტარულ კომუნისტურ ავანგარდში და აღჭურვეს ყველანაირი კომფორტით.
აბა ისე სოფხედულობას ებრძოდე და კაცი დაგიახლო ვერს. აღიარებული იყო ხო? შენგელაია. სულ ხარდამხარ იყო შევარდნაძესთან. და რანაირი კრიტიკოსი იყო ეგ სოფხედულობის? არა. ის იყო კრიტიკოსი კი არა. ეგ იყო ელემენტარულად იცი რაღაც აი ჯანსაღი მარქსისტული კრიტიკა, რომ მარქსიზმის გაჯანსაღებას ემსახურებოდა აი იგივე გიორგობის თვე. ეს ჩვენ ხელოვნებას ცოდნეებმა შეიძლება მეტმად სხვა რაღაცები ამოვქეკოთ და ამოვაბრუნოთ და სხვანაირად წაგიკითხო ეგ ნაწარმოები. ამიტომ ესე რომ გავარჩიო, მე იმ წუთშივე დისიდენტად ტყავს გამაძრობდნენ. და ის ხელოვნებაცოდნეები, რომელიც მაგას არჩევდნენ, ისინიც ავანგარდში იყვნენ. და ის იყო რაღაც თეორიის განხილვებით, საერთოდ არავინ ვერაფერს ვერ გებულობდა. მაგრამ გადავხედოთ ახლა აი ის რაც შეიქმნა 60-70-იან წლების ხელოვნებაში, რომლის სათავეში შევარდნაძე იყო, აჯანსაღებდა თუ არა მარქსიზმს. ეს იყო ნეომარქსიზმის ხანა, ლიბერალიზმის მარქსიზმი. მაგრამ ვერ შეინარჩუნეს, დაემხოთ თავზე და თვითონ გაუკვირდა შენგელაიას. ისე შეუწყო ხელი თავის პოსტის დაკარგვას, თავისი ნაწარმოებებით, თუ აზზე მერე მოვიდა. აი ახლა მოვიდნენ ჩვენი ჩარეცხილები და აღარ უნდათ არაფერი. ამათ გონიათ დაუბრუნდებათ, არაფერი მათ აღარ დაუბრუნდებათ. ვარეს დღეში ჩაცვიდებიან. ესენი ვიდრე სააკაშვილის დროს იყო. აი ეს ხალხი, შაშიაშვილები და სუყველა. თუ ღმერთით მიდის სამყარო. ხო გახსოვთ ის 70-იან წლების კინოხელოვნება. 70-იან წლების პირველი გამოშვება იყო 73 წელი თეატრალური ინსტიტუტი რეჟისორებს უკვე საქართველოს რო უშვებდა. პირველი გამოშვება აი გურამ პეტრიაშვილები და ასე შემდეგ. მანამდე მოსკოვში იყო ეს. მოსკოვი აღზრდიდა, შემოგვიგზავნი და დააკვირდით მოსკოვში იყებდა სუყველა განათლებას ჩვენი ხელოვანი ხალხი, ლიტერატურაშიდაც კი სუყველა იქიდან. ესე იგი, ჩვენ რუსებს გადავეკიდეთ, რუსები გამტენეთ და რუსებმა რაც დაგვიტოვა, იმისი მეშვეობით მიდივართ რუსებთან. რა დაგვიტოვა რუსებმა? სოფხედულობა, შეხედულება სამყაროზე, ესთეტიკა, ფილოსოფია, მარქსისტული, ლენინური დაგვიტოვეს მან. ესე აგზარდა და ამ ფსიქოლოგიით ვიარეთ და ვამტვრიეთ დასავლეთის კარები, ვერაფრით ვერ გავარღვიეთ, მე უფრო მეტი გავცვიდა ხალხი დასავლეთში და თავის ცნობიერებით ისევ შემოცვიდნენ და დასავლეთს აგინებენ და უკან რუსეთისაკენ. აი რა გააკეთა რუსებმა. ხო მაგრები არიან. აბა ახლა მოსკოვში რო განათლებას მიიღებ თელი ბავშვობიდან. რანაირი დასავლეთელი უნდა იყო, არ გადამრიოთ ახლა, ხო? ფაქტი სახეზეა მეგობრებო. ვინც არ უნდა მეკამათოს. მართლაც მე არ მეგულება ვინმე სოფხედულობას აკრიტიკებდეს. აი როგორ გააკრიტიკებდა სოფხედულობას რომელიმე რეზო ჩხეიძე. არაფრით არ შეიძლება. ამიტომ უნდა გაიკრიტიკებდა რუსები და მოდაში იყო რუსების კრიტიკა. და რუსები გავიდნენ სოფხედულობა დაგვიტოვის ამ სოფხედულობით ისევ რუსებთან მიდივართ. რა მაგრები არიან, ხო? აწახან აღუნიშნე. თორე ცნობიერება, ხო, გამსაზღვრელია ცნობიერება ყოფიერებისა, ცნობიერებით დავდივართ ჩვენ. ჩვენ გვატარებს ჩვენ ფეხებს, ხელებს ამოძრებს რა. ჩვენი გონება, რაც აგვაქვს ჩვენ ჩასხმული, წმენა, შეხედულება, ეს გვატარებს ჩვენ და რასაც ჩაისხამ, აი საბოლოო ჯამში ის მიგიყვანს ისეთ ადგილზე, რაც აქვს, აი როგორი ხედვაც აქვს. ვიარეთ 9 წელიწადი, ვიარეთ ვერ და მოვედით მანდა. ჯერ 9 წელიწადი რა თუნდა ამას 2 წლის მერე, რაღაც 1 წლის მერე მივაკითხეთ მართლმადიდებლობას. ხო, ყველაზე მეტად გაიფუჩქნეს სააკაშვილის დროს ასეთი გაფუჩქნა, ესე გადაბარება მოხდა. მატერიალისტული სოფხედულობის, ეგ მარქსისტული სოფხედულობის გადაბარება მოხდა, ჩანაცვლება მართლმადიდებლური სოფხედულობით, რომელიც ერთი და იგივე არის. ამას რელიგიური ფორმა აქვს, იმას კიდე სეკულარული. და ეს უფრო საშინელება ამისგან განთავისუფლება ახლა ძალიან ძნელია მეგობრებო. ჯერ ამის კრიტიკა არსად არის მის და აკრიტიკებენ თავრობის რიგით წარმომადგენლებს. ხო, აკრიტიკებენ შეიძლება მსუბუქად რიგით მღვდელს. არაფერი არ გამოვა. უნდა იყოს ტოტალურად ცნობიერების კრიტიკა უნდა იყოს. რომელიც ცნობიერება არის წარმართველი დღეს ქართულ სივრცეში. ეს კარგია. და სანამ ამის კრიტიკა არ მოხდება, იზაწალე სადაც გინდა, აი ამ ცნობიერების გადამკიდე ვერ შევედით დასავლეთში და ამ ცნობიერების აღზრდილი იყო სააკაშვილი. ეს არის ტრაგედია. თუ პრობლემას გნოსეოლოგიურად განვიხილოთ და არა პოლიტიკურად, ჩვენ უნდა ჩავწვდეთ უკვე მაგ საერთო სენს და არა სააკაშვილს. სააკაშვილის მაგას ემსხვერპლა და არც გაგებაში არ არის სააკაშვილი, რას ემსხვერპლა. იმიტომ რომ თავად ეგეთი სოფხედულობის მატარებელი ეგეც. მას სოფხედულობა არ გამოუცვლია. არც იმ ახალგაზრდებს, რომელიც მან დიჯდა, ვისაც სამინისტროები ჩააბარა. და ნახე, აიღო ისე იმა, ეს იცოდა რუსებმა და მშვიდად იმიტომ იყო. აღარ იყო საჭირო ძალით შემოჭრა მან. მან ხო მუშაობენ ხალხი. იციან, წამყვანი რა არის? წამყვანი ადამიანში არის ის, რაც თავში გისხია. სადაც არ უნდა იარო, თუნდაც საზღვარგარეთ რო გაგიშვა, შენ მაინც დაბრუნდები ჩემთან. ახლა მითხარით, ხო გაუშვეს ქართველები? არ ბრუნდებიან უკან. ნუ ცნობიერებით და იმეთ ყველა უკან არის დაბრუნებული. აგინებენ დასავლეთს, აგინებენ. არის საშინელი გინება? ასე რომ ნახე რა კარგი აგენტები ყოლია სოფხედულობის სახით რუსებს. ჩაასხა ეს და ეხლა შენ ჩემიანი ხარ. აი რომც გაგიშვა ამერიკაში, შენ გამოიქცევ ისევ ჩემთან მოხვალ. თქვენ მოგისმენთ რომელიმე ქართველის ამერიკული ყოფისა და იმის, თქვათ გაანალიზება და თქვას რომ მადლიერი ქვეყანა და მადლობა ამ ქვეყანას.
მთლიანად სულ ყველა არის მართლმადიდებელი. ხედავთ და უნდათ იქით რუსეთი. რომ დაუყენ, აი რუსეთისკენ, ეგ არის ჩვენი ძმა და მეგობარი. როცა მსოფლმხედველობა ასეთი დატოვა რუსმა, რაღაც საჭიროა თოფებით შემოსვლა. ის შენთან მოვა მაინც. ვინ აყავთ ასეთი კაი მრჩევლები მათ? მუშაობს ხო კაკები ხა დებილი კი არ არის კაცო. მაგათაც აყავთ თავით ინტელექტუალური გარკვეული რაოდენობის ხალხი, რომელიც მუშაობენ ამ საკითხზე. და აი თუ არ მოხდება რადიკალური კრიტიკა ცნობიერებაზე, ისე ცვლილებას ნურცველოდებით. მათ დღეს მთავრობის კრიტიკა მისაღებია, დღეს მაინც აგიგე, გინდა ივანიშვილს, გინდა სააკაშვილს კაცშილხმას არ გაგცემს. დღეს ახლა ესეთი მოდაშია და უფრო კაი ტიპი ხარ. აბა შეეხე ცნობიერების, რომელსაც მართლმადიდებლობა აქვია, აბა მას შეეხე. შეეხე გამოდტელი, რომელიმე გაბედოს ეგა და თქვას რომ ჩვენი ჭირი არის ეს. აი ამის გადამკიდევართ ამ დღეში. და სანამ ეს იქნება ჩვენთან, მუდამ ცუდად ვიქნებით. გინდა რუსებთან წავიდეთ, გინდა სომხებთან, გინდა ამერიკელებთან. ცნობიერება არის გამსაძღვრელი, ხო? თვითონ იძახდა ყველა, რომ ცნობიერება განსაზღვრავს, ყოველს არ აყოფიერება ცნობიერებას უპირისპირდებოდნენ მარქსიზმს. მეც მანდა ვარ. თუ ცნობიერება განსაზღვრავს ყოფიერებას და ეგ ვატარებს, რა გვაქვს ცნობიერებაში? როგორ დავდივართ? რა წმენაა? ვისთან არის წმენა დაახლოებული? რამდენი საზღვარგარეთელი მეგობარია ამ წმენაში? გადახედეთ, არც ერთი ამერიკელი არ არის მართლმადიდებელი, არც ერთი ინგლისელი არ არის მართლმადიდებელი, არც ფრანგი, არც გერმანელი არ არის მართლმადიდებელი. ევროპაში არ არის მართლმადიდებელი საბერძნეთის გარდა და ბულგარეთის, ეგენიც როგორ არის ხო? არავინ. შეგი, ხომ და მაგից გადავხედოთ კაცო რა, გამაერთიანებლები, რასაც მეც ვიპოვით, ის იქნება კარგი ხომ? რაც შეეხება რუსებს. რამდენი მოიძებნება საერთო რუსებთან? ძალიან ბევრი. უბრალოდ ეს ქართულ ენაზე ლაპარაკობს. ძალიან ბევრი ტრადიციიდან დაწყებული მეგობრობა, სად უფრო მეტი მეგობრობა ყავს ქართველს რუსეთში თუ ამერიკაში. ინტელიგენტებს ხუგულისხმობ და რწმენა ხო საერთოდ. პირდაპირ ეს რწმენა, ეს ფაქტურად ეს არის რუსული ვარიანტი ქართული მართლმადიდებელი ეკლესია. ეს რუსული ვარიანტია რა, ყველაფერი. ყველა საზრდო იქიდან მოდის. ხო ეს წიგნები, სულ ყველაფერი, რო ითარგმნა, რაც ითარგმნა, აი ეს არის მართლმადიდებლური რაღაც პრავოსლავნი, აი ეს არის ქართულ ენაზე. და ეხლა რა თქმა უნდა ბუნებრივია, კანონზომიერია, რომ მიდიხარ მასეთ პიროვნებასთან. ბევრი საერთოა და მოძებნიან. უბრალოდ ესენი გაბრაზებული არიან და გაბუტული რაღაცაზე. აი ვის პირველობა უნდა და აკვემდებარება, არა და აი ამაშია საქმე, თორე ისე საერთოდ ბევრი მოიძებნება რუსეთთან, ვიდრე ამერიკელთან. ამერიკელი არის სრულიად განსხვავებული. აი ყველაფერში. ქართველი და აი სააკაშვილი და ვთქვათ ამერიკელი. რაში ემთხვევიან ერთმანეთს? არაფერში. ახლა კოსტუმს რო ჩაიცმევ, ამით შეიძლება ეგეთი ტანსაცმელი არ ჩაიცოს ამერიკელმა. ისეთი უბრალო აცვია აქვს ყველას ყველაფერი. და ეს კანონზომიერი მოვლენაა, მარტო ახლა ინგლისური ენა არ ნიშნავს იმას, ენა რა აზრს გამოხატავს ესაა წამყვანი. ინგლისური ენი თუ გამოხატავს შენ ისეთ სოფელს, რომელსაც მე არ მესმის, ეს ჩემი ენა ინგლისურით გაუგებარია აზრები. ისევე როგორც მე ქართულად ვლაპარაკობ და ძალიან ბევრისთვის გაუგებარი ვარ. მე ხომ ქართულ ენაზე ვლაპარაკობ, თუ ენა გადამწყვეტია, რატო არ ესმის ენის მეშვეობით ქართველს ჩემი საუბარი? ხომ მოდი ვთქვა 10-20 კაციდან არ ესმის 19-ს. რაზეა ლაპარაკი? ზოგი დამახინჯებულად გაიგებს, ზოგი აი მოძულია საქართველოსი, ზოგი იტყვის რომ ბიჭო რა არის მართლმადიდებლობას აგინებს, ვაიმე გვაგინებს, ტრადიციას ებრძვის, ვაი ეს ქართველი არ არის იტყვის. ესე იგი გაგება არ არის. რატომ არ გესმის ქართულ ენაზე ჩემი ლაპარაკი? იმიტომ რომ ქართული ენის მეშვეობით მე წარმოვაჩენ ჩემს მსოფლმხედველობას, რომელიც ჩემი კი არ არის. ეს მსოფლმხედველობა არის ზოგადი საყოველთაო, რომელთანაც მე შეიძლება ნათესავები საზღვარგარეთაც ვიპოვო. ჩემს მსოფლმხედველობის ნათესავები ძალიან ბევრი არის. და შეიძლება საქართველოშიც ვიპოვე რამოდენიმე, მაგრამ ბევრი არა. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია ეს სურვილად დარჩა ჩვენი და ახალგაზრდების, მაგრამ ეს რა უბედურება არის. სულ ამას არ ვიძახდით ჩვენ. აი ძალიან აი ამხრივ მე ვარ ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა მაყეფარი. დამღლელი. უბრალოდ ჩვენი ახლობლებისთვის და უქტორი. ისე? მანდ მე არავის არაფერი არ ისმის, ეგ განცდა მაგ ყოველთვის. რომ არა ჩვენი ხალხი აქ მე გამორიცხული არ ვილაპარაკებ. განცდა ყოველთვის ესე რომ არ ესმის ეს 20 კაცზე მეც კარგად არ ესმის რაზეა ლაპარაკი. იმასაც ბოლომდე რო გავყვე, მაინც აი რაღაცა მაინც აი ცუდად უნდა იყოს რა. ყველაფერი არის აზრებიდან და არა ენიდან. და ამიტომ ინგლისური ენით რო დაიწყო სააკაშვილმა შეცდომა იყო. ინგლისური ენით თუ ახლა სატანის სამსახურში იქნები და მატერიალის სამსახურში სისულელია ეგა. ინგლისური ენა რო ვისწავლეთ, უნდა დაუახლოვდეთ ჩვენ ინგლისელს ხომ, ამერიკელს. და როგორ დაუახლოვდებით ენის მეშვეობით თუ ის სხვა მსოფლმხედველობას გამოხატავს ინგლისური ენით და მე მისი ენა წამოვიღე და მე გამოვხატავ ჩემ ყოფას ქართულ ცნობიერებას, რომელიც გაუგებარია მისთვის. თუნდაც თავის ენაზე და ისევე გაუგებარი იქნება ინგლისურ ენაზე მოლაპარაკე
ქართველი ამერიკელისთვის, როგორც მე ვარ გაუგებარი ქართველი ენაზე მოლაპარაკე ქართველისათვის. და არ მითხრათ რომ ახლა გაგებული ვარ მე ვინმესთვის. ჩავატაროთ ცდა. ვერამ ვერ გაიგებს მე რას ვლაპარაკობ. არა და ვლაპარაკობ არა რთულს, არა გრანდიოზულს. ძალიან უბრალო, აი სრულ მარტივ რაღაცას. არასოდეს არ ვლაპარაკობ რაღაცა უცხოური ლექსიკონით, რთული ლოგიკით. ვცდილობ სულ მეტაფორები, ხატოვანი მაგალითი, თქვენც არ მომიკვდეთ. სრული გაუგებრობაა, ხო? ცნობიერება ეს ისეთი რამეა, თუ ცნობიერებაზე რომ მოვიდნენ ახლა სააკაშვილები, სულ ყველა ვიგინდა რა ტელევიზორში დასვა. შენ თუ დასავლეთში მიდიხარ, ქართულ ენაზე მოძებნე, ვინ ლაპარაკობს? მე დასავლეთში ვცხოვრობ, იმიტომ რომ გამიხარდა რომ საქართველოშიც დასავლეთი დაიწყო. ჩემთან კავშირის დამყარება არ შეიძლება თუ დასავლეთს, აი თქვა მოხვედი პრეზიდენტი შენ და აშენებს დასავლეთს. არ დაინტერესდები ჩემით რომ მე დამსვა ტელევიზორში და მალაპარაკო და დამეხმარო მე შენ ძალაუფლება და კონსტიტუცია რომ ხვა არ მესროლოს ვინმე. აი ეს რატო არ გააკეთა სააკაშვილმა? იმიტომ რომ აზროვნება მისი არ იყო დასავლური. და ეხლა გაუგებრობაში აი უკვირს იცი რა ხდება? სახლეავაშელი. სახლის აშენება რა აზრია? ადამიანის აშენებაა მთავარი, ადამიანის. და ის ადამიანი მე უშენოდაც კაი რაღაცებს ააშენებს. მან ახლა თავი რომ მოგვაწონა მშენებლობების აშენებებით. ერთი და ეს მე გავიგე, მე არ გესვრი ქვას შედავლოცილო, მაგრამ მე ხო გითხარი გულის ტკივილით რომ არ გამოვა არაფერი. დასავლეთში ვერ წაიყვან შენ ამ ხალხს. იმიტომ რომ შენ ხარ ასეთი. შენ ხარ ასეთი. მე რატო გადამაგდე? ჩემნაირი ხალხი მოძებნე ქართულ ენაზე რომ ქართულს გავაგებინოთ მაინც ტელევიზია მაგარი რაღაცა ნელ-ნელა და იმის მაგვირად რომ ეს პირიქით ტელევიზორში რა გადაცემები გაუშვეს. რატო წავიდა ხალხი პატრიოტები არ არიან? ახლა პრეზიდენტად შენ იყო და მე მაგინო ტელევიზიაში რატო წავედი დასავლეთში სასაცილოა კაცო დასავლეთს აშენებ პანდა გეხმარე მე წამოვედი მაგიტომ რომ რაღაცა მეც გითხრა რა არის დასავლეთი და არ გაგვცეულო რასად რატო მაგინებ და ამას ახლა სააკაშვილის ყურამდე არ მივიდა რატო გაუშვა ესეთი გადაცემები აი მაგიტომ იმკის იმას რაც დათესა ხედა რასაც თესავს კაცი მოიმკის არც დაინტერესებულა ვინ არის რა არის რატო წავიდნენ ხო პრეზიდენტი კაცი ხარ უნდა დაინტერესდა ხო იმიტომ არ დაინტერესდა რომ ეგეც საბჭოთა გაღზდილი იყო რუსებმა გაზარდეს და რა როგორი არხეინათ იყვნენ რუსები რომ ეს კაცი რაც არ უნდა იჭაჭებოდეს ვერსად ვერ წავა იმიტომ რომ აზრები ისეთი ჩაასხეს რომ ის ატარებს როგორც დამუხტავ მანქანას ხო რა ჩაასხავ ბენზინს გატარებს ბენზინი გატარებს ხო აქ ჩვენი ბენზინი რა იყო ცნობიერება საასალ განათლება რაღაცა ხედვა ძირითად საკითხებზე რა შეხედულება ქონდა სააკაშვილი ძირითად საკითხებზე ძალიან გაჭრილი ვაშლივით გავდა საბჭოურ განათლებას ხო ამ განათლებით ახლა როგორ უნდა გაგიგოს ამერიკელმა რა უნდა ამიტომ ამერიკელი სააკაშვილს ვერ გაუგებს ამიტომ ამერიკელი ფიქრობს გამოვიყენოთ სააკაშვილი და საქართველო აი მან შეეშალა ვერ გამოგიყენებ იმიტომ რომ არ გამოგაყენებინებს რუსები იმიტომ რომ ცნობიერებით რუსებს ეკუთვნის საქართველო შენ კიდე ვერ დაიყვორებ მაგას დაიცავს რუსები ამიტომ ძალით ვერ შემოვიდა ამერიკელები მათ როცა ომი გაჩაღდა სოვსეთში შემოვიდნენ მაგის იმედი ქონდა სააკაშვილს აბა თვითონ წამოიწყვე ეგა ამიტომ ვიძახი წამყვანი რა არის რა ის როგორ უნდა შეიცვალოს ეგა არც ციგნები შემოიტანა ამ კაცმა არც ლექტორებს მოუხმო დასავლეთიდან არც ტელევიზორი ჩართო ამისა დაასვა ტელევიზორში ისე ძველი ბოლშევიკები შეიძლება რამიშვიდს ტელევიზორი ჩააბარო ან რუსთავიორში რა ხალხი დასვა ასუ გოგი გვახარია შეიძლება იჯდეს და ლაპარაკობდეს სისულელეებზე რა გოგი გვახარია პენსიაში გაუში დავნიშნე ერთი 200 ლარი და გაუშვი რა დაისვენოს მოიყვანე შესატყვისი და ეთქობა გოგი გვახარიასნაირი ცნობიერება ქონდა ამ კაცს ესე იგი გოგი გვახარიამ პირადად მე არ შემაგინოს ის ფიქრობს პრეზიდენტი და ისე იბოდიალე რაც გინდა შენ და მართლაც გოგი გვახარია არასდროს არ აგინებდა მაგას და ისე იბჟუტური ეს სისულელების ბჟუტური საბჭოური ასეთი გაგება აქვს მაგასაც კინოზე ხო და მანდ არაფერი არ მოხდა ძრა დასავლეთთან მივდივართ და საბჭოური ტვინი დასავლეთთან როგორ უნდა გავერთიანდეთ როგორ უნდა შევიდეთ პლუს ამას ქართული საბჭოური ამას ემატება კიდე არა ინტერნაციონალური საბჭოთა ნაციონალური საბჭოთა ტვინი ეს საშინელება არის ხო ინტერნაციონალური მარქსისტებიც არა ვართ რომ დასავლეთში არიან ინტერნაციონალური მარქსისტი ათეისტი იმასთან რომ გავერთიანდეთ ესე იგი ჩვენ ამერიკელი ათეისტებიც კი არ გვიჭერს მხარს ეს არის საშინელება ხო იმიტომ რომ ამერიკაში ათეისტებიც არიან არავინ არ გვიჭერს ხო მხარს არა იმიტომ რომ ჩვენ ეროვნული ვართ ქართული ნაციონალური და ასეთი არ არის ამერიკელი ამიტომ ვიძახი არაფერი ჩვენ არ გვაკავშირებს დასავლეთთან გარდა ტანსაცმლისა და მანქანა სხვა არაფერი ხა აზროვნება კი მოგეხსენებათ თუ არის განსხვავებული იმდენად განსხვავებული რომ ერთმანეთს ვერ გაუგებთ უბრალოდ როგორც მუსიკალურ ნაწარმოებს უსმენ და უცხო სიტყვაზე არ გესმის შენ თქვა აფრიკულ სიმღერას უსმენ სიამოვნებას განიჭერს მაგრამ არაფერი არ იცი რაზე მათ სიმღერა თქვა ინგლისურ რომელიღაც როკს უსმენ და გაგებაში არ ახარ რა სიტყვები მოდის იქიდან მაგრამ უსმენს ხო ძალიან ბევრი უსმენს მუსიკას არა იმიტომ რომ რამე სიტყვები გაიგოს მუსიკით დატკბეს ასეთივე იქნებოდა ესეც რა ლაპარაკობდა
ისე რა, მუსიკალურად იმის შენ ლაპარაკი. ვერ გავიგე, რაზეა ლაპარაკი. და ხელთ იგდეს ამეებმა უკვე. შეიყარა პარლამენტში ერთნაირი ხალხი უკვე და ეს მოჩვენებითი დასავლეთელობა ეხლა უცნაური კიდე ის არის დასავლეთელი ხარ და მაინც ესე იგი ისევ შიოლაშვილს ამოუდგა სააკაშვილი. გამოდი ბიჭო, ტელევიზორი შენ ხელში არის. მოდი რა, ერთხელ ცნობიერებაზე ილაპარაკე რა. მაშინ არ მოხდარა ეს, აი გაღვიძება. თორე იტყოდა ტელევიზორი მის ხელშია. გამოდა იტყოდა, იცი, აი მე იცი რა გავიარე, ეს სისულელე განათლება. აი რა ვისწავლე? ეს თავს იქებს, რომ მაგარი განათლებული ვარო. კაცმა თუ არ მოახდინა თავისი განათლების რევიზია, ის ახალს არაფერს არ გვეტყვის. მაგი არის კმაყოფილი, რომ კარგი განათლება მიიღო, ენები იცის და ისმის კითხვა, რა განათლება მიიღე და სად მიიღე? სწორი ეგ განათლება? მაგ განათლებით ჩემ პრეზიდენტად ვერ იყავი. 9 წელიწადი ძალით იყავი, სულ გაგინებდნენ და განათლებული კაცი თუ იყავი, ბიჭო, 9 წელიწადი გაგინებს ერი. რა უბედურება ესა? ახლა ამერიკაში სერბელი ამას ხო ვიცი რისთვის გავარდა? აი რუსებთან მიდიარ. აი დამთავრებული ამბავია, გარიგება ობამას ახლა. ობამა სააკაშვილი ფეხებზე კიდე. ეს სხვა ტიპი არის, ხო, სხვა ისა აქვს და სხვა პოლიტიკური ხედვა აქვს და მით უმეტეს სააკაშვილს ვერაფერს ვერ გაუგებს ეს ახლა. ვერ გაუგებს, ნუ. ნაციონალისტი ქართველი, მისი ინგლისური ახლა. ინგლისური მეშვეობი ენად ახლა მარტო შეიძლება გააგებინო საგნობრივი ურთიერთობა არის ამენის მეშვეობით გასაგები. მაგრამ ფენომენალური ურთიერთობა გაუგებარი დარჩება. თორე ფენომენებში ამათ სხვა რაღაცა აქვს. თორე ეს სოფხედულობის საკითხია. და ახლა ყოფითი ლაპარაკი, ეკი, გაიგებ. ყოფითი მოდი დაჯექი, ადექი, მაგრამ უკვე როცა პრობლემის წარმოჩენა გინდა ინგლისური ენით, ამას ვერ წარმოაჩენ, იმიტომ რომ შენი პრობლემა ქართული არის და ვერაფრით ვერ გაიგებს ამერიკელი ამას, იცი ეს ოფხაზეთის ისტორია, ოსები, ვერ გაიგებს ამას, ეს გაუგებარი დარჩება. სპეციალისტი უნდა მოიწვიოს, ხო, სპეციალურად, აი, კავკასიოლოგია, ისა და იქაც დარწმუნებული ვარ, ძალიან გაუჭირდებათ ამის გაგება და თუ გაიგებს, უფრო დარწმუნდება იმაში, რომ ეს მე არ მეკუთვნის და აბატონო რუსეთთან და თუ გაიგო, კიდევ ვიმეორებ ობამამ, აი გაგების გამოა რომ რუსებს გადაგვებაროს. არ ყოფილხართ ჩემიანი ჩემო კარგო და რატო გადავიკედო რუსეთი მე? ჩართე რა კომპიუტერი და უთარგმნები, აი აგინებენ საშინლად, ხო? დასავლეთს. რა უნდა ახლა მაგა ელჩები არ იტყვიან მაგას, აი ამერიკას მოეწონები ახლა თელიერი რომ მღვდლებს აზდებს. აქ არ დაძდებს ობამა და არც ერთისა მღვდლებს. საერთოდ საქმე არა ამ ხალხთან. თუ დაუძახებენ რაღაც ერთი გითხარი ამ თემაზე დებატებს სხვა, ისე ხელკავით ახლა არავინ არ დაყვება აქ პასტორებს რა. რელიგიის საკითხი შეიძლება ერთ-ერთი ძლიერი თეოლოგი მოიწვიო და დაიყენო, მაგრამ ეგ სხვა რაღაცაა. რელიგიის საკითხში. მან თავიდან ბოლომდე ესე იგი ანგარიშვალდებულია ყველა შიოლაშვილთან. კაცი რომელიც ამიერში აღარ არის. ეს რის სიმბოლოა შიოლაშვილი? ქართული ცნობიერების სიმბოლო. და ქართული ცნობიერება თუ არ შევისწავლეთ, არ შეუტიეთ, ახალგაზრდებსაც არ ესმის ეგა. და როგორ გამოვა ახალის შენება თუ ახალი ჩვენ არ დავიძახით? რელიგიურად თუ არ მოახდინეთ გადაფასება, არ ვიძახით ათეიზმს არ ვქადაგებთ. ვიძახით რომ რატომ მასიურად არის სწავლება მათ ბიბლია. რატომ არ ხდება ბიბლიის შესწავლა თვით ეკლესიის მოძღვრებისაგან? რატომ ყველაფერი არ იმარტება მხოლოდ და მხოლოდ ბიბლიისაგან? რატომ ამიხსენით? რა საჭიროა კურთხევა მღვდლის და მერე კითხვა, ხო? აი ეს უნდა იყოს მიზეზი და ნახოთ რა ხოჩით ჩამოვა რუსეთიდან ჩვენი საწყალი ეს ფიტული წაიყვანეს ახლა თილისმა არის სხვა მიდის და შიოლაშვილი როგორც დროშა ააფრიალეს. ფიზიოლოგიურადაც უკვე არ ძალუც რა ფილტვებს აღარ აქვს ის ძალა რომ ილაპარაკო ახსნა თავი არასოდეს არ ლაპარაკობდა ეს კაცი 77 წლიდან მოყოლებული მახსოვს. ეგ არასოდეს არ აკეთებდა იმას რომ ქართველობა აი უნდა გამოიცვალო და მე არ აკეთებ შენ კაი რამეს შევარდნაძის არ უთქვია რომ ბიბლია დაიჭირე. ამ კაცს მე არ გამიგია. კაცი რომელიც მუდმივად თანამშრომლობდა კომუნისტებთან და რუსების აგენტი ეს არის. ხო და აი თელი საქართველოს მასთან არის და თქვენ ახლა კანონზომიერებას უარყოფთ სამყაროში? კანონზომიერებამ განაპირობა ის რომ მთელი ქართველი ერი ძირითადი მოსახლეობა იბრუნა პირი რუსეთისაკენ და როგორც მხსნელს რუსეთს ესე მიადგენენ. აი აქ არის შეცდომა. როგორც მხსნელი რუსეთი არ გამოდგება. უფრო ვარეს დღეში ჩავარდებით. უფრო ვარეს დღეში ჩავარდება საქართველოს ორი აზრი მანდ არ არის. ეს აღარ არის კომუნისტური რუსეთი, რომელიც გადმოგერიცხავდა ფულს და მშენებლობაზე ერთი გააფორმებდი 100 კაცს, 2 კაცს გაწეყვითავდი წელში და ფულს აიღებდი და ღიპი. ეგეთი რუსეთი აღარ არის. კაპიტალისტური რუსეთია, ბანდიტური რუსეთი არის და კრიმინალური რუსეთია, მაფიური რუსეთია. პრეზიდენტად დაწყო ყველა მაფიაშია მანდა. კრიმინალისტიკა. ფულს ესე აკეთებენ იქ. ამადგან ჩვენ რამეს კაის უნდა ველოდეთ. საბჭოთა რუსეთი კიდე ჰუმანიზმი იყო და მოგეხსენებათ მართლაც ზრუნავდა, ასე თუ ისე ზრუნავდა რა. ის იდეოლოგია ვისაც ჯეროდა და წამდა, მართლაც ზრუნავდა ქართველზე, ოსზე, აფხაზზე და აღარ არის ეგა. სომხეთმა კიდე ჩვენ დაგვიტოვეს, აგზარდეს და ჩემთან მოხვალ. მოხვალ. კომუნისტი თუ მოდიხარ ჩემთან, მე დაგხვდი უკვე კაპიტალისტი. ტყავს გაგაძრობ. კაპიტალისტური რუსეთი
უფრო ვარეძღეში რატო ჩაგვაგდებს, იცი? კაპიტალისტური რუსეთმა არ იცის ჰუმანიზმი. რომ ცოტა მომეცი. და დასავლური კაპიტალიზმი, როცა ჩვენ სოციალისტური ტვინით მივიდეთ, რაღაცას მაინც გვიწილადებდა, ხო გვაძლევდა. აკონტროლებდა მაინც რაღაცებს. სისხლისღვრა მაინც არ იყო და არ გაგიჯიგდება და მუჭებს არ. აი ახლა საშინელება არის. ჩვენ კაპიტალისტურ დასავლეთისკენ მოვტრიალდით იმის გამო, რომ ჩვენ მსოფლმხედველობა ვერ ჩაჯდა და ამ მსოფლმხედველობით მივდივართ რუსეთისაკენ და იქ არ დაგხვდება საბჭოთა რუსეთი, რომ აგვიყვანოს ხელში ძუძუ გვაწოვოს და აფხაზეთი ხალხი შეერეკოს ისევ, ყველა გადაკე და აბა ეხლა გადაკოცნეთ ერთმანეთს და აი წინ უფრო შავი დღეები ელოდება საქართველოს. ღმერთმა კაც ეს არ შესრულდება. მაგრამ როცა ვფიქრობ, უნდა ვთქვა, გულწრფელი თუ არ მე რასაც ვფიქრობ ახლა და როგორც მოვიაზრებ, ისე ვიტყვი, თუ შევცდები, გამოასწორებ ამას, კარგია, მე სასწრაფოთლებაში კი არ ჩავარდები. ამბიცია კი არ შემერხევა, მე ვაიმე მოვტყუდი და მე ორაკული არა ვარ, რომ აი მე გონი შევწხვავ, აი როგორ თავი აღარ გამომეყოფა. აი ეგ არის დასავლეთი. აკი ესეთი ვართო, ჩვენ მაგისი არ შეგწხვება. ღმერთმა შეასრულოს ის რაც თქვი, მაგრამ დღეს თუ გავყვებით აზროვნების ჩემი დინარებას, მე არაფერს კარგს არ ველოდები. ამიტომ ვიძახი, გაწყვეტილიყო ქართველი ბრძოლაში დასავლეთისკენ ჯობდა. წმინდა ბრძოლა ეგა. ვიდრე ასე გულდედალად შარვალ ჩახტელი რუსეთში სახსენელად მიდიხარ. ეს არ იპატიება რა ქართველი. შიშარა ერი ყოფილა. მაღალი დებს მან შეეწირე, კარგი, ეგეც ღვთაებრივი რაღაცაა რა. და იმ წუთში როგორ იცი, ვაიმე, ესე არა, მიშამიზე, გაიხსნება ერი, რა გაიხსნება, რის გაიხსნება? ერს არავინ არ გახსენებს. თუ არ უნდა ერს როგორ უნდა გაიხსენოს? მივდივართ კომუნისტური ტვინით რუსეთისაკენ. სადაც აღარც კომუნისტური ის არის, ჰუმანიზმი. აღარც ინტერნაციონალიზმია. არის საშინელი კორუფცია. მილიარდელები არის ამოა 10 მილიარდელი და იყიდის თელ საქართველოს. მონება დაიყენებს ქართველებს რა. ეს მის ტვინში არის. ამერიკელი ამას არ იკადრებს. იმიტომ რომ მონობა მან ომი გამოუცხადა გასულ საუკუნეში, მე-19 საუკუნეში. ზანგები გადაყარა ქუჩაში, აღარ გვინდა მონებიო. რუსი კაცო, შურიზეებას არ იქნება ადგილი? არ ახსოვს იმას ის გინებები 60 საათიან წლებში? რუსო და თან კიდე ორივე ერთ დღე იმაში ვიყავით. რუსი კი არა. სოფხედულობა მაინც გაგვეკრიტიკებინა კაცო. იმიტომ რომ იმ სოფხედულობას ემსხვერპლა რიგითი რუსი, იმასაც არაფერი არ ქონდა იქა. ვითომ დამპყრობელი იყო რუსი და გაღატაკებული იყო თელი რუსეთი. და საქართველოს დამპყრობელი ქვეყანა ყვაოდა. ყველა სოფელში რკინის ჭიშკარი ჩამოკიდეს, ხო გახსოვთ? ამიტომ ვიძახი, მიზეზი რა არის პრობლემა დასკვნა? მიზეზი ჩვენი უბედურებისა არის არა გარეთ, არა რუსები, არა ამერიკელები, არა დასავლეთი. მიზეზი არის რაც გვასხია თავში, როგორ დავდივართ, როგორ ხედავთ, ესე იგი, როგორ წმენა გვაქვს. ესე იგი, მიზეზი არის წმენა და მსოფლმხედველობა. რა მსოფლმხედველობა გვაქვს? მისი შესადარი წმენა გვაქვს და მისი შესადარი ყოფიერება თუ არ მოვიგეთ, სულ ცუდად ვიქნებით. ეხლა ვეძებთ ჩვენ შესადარ ყოფიერებას და მისთან დგომ დიდ ქვეყანას. აი ესეთი არ აღმოჩნდა დასავლეთი. და რა თქმა უნდა, მასი ყოფიერება რო გვეჯახება, ვნადგურდებით, ხო? ასე ეგონათ მათ. ამიტომ მოbrუნდით ახლა და მიდივართ რუსეთისაკენ. არც რუსეთი აღმოჩნდება დღევანდელი რუსეთი, ჩვენი ყოფიერების, სადაც ცნობიერების შესადარი, მეგობარი, ყოფიერების მქონე დიდი ქვეყანა, რომელმაც გაგვიზიაროს ის, რაც მოიპოვა. აი ესე მესახება მეს, ჩემო კარგი. სურათები შეიძლება პესიმისტური იყოს. უფრო ფილოსოფიურ რელიგიურ ასპექტში ჩამოვაგდე, გნოსეოლოგიის კუთხიდან განვიხილე, იმიტომ რომ მართლაც გრითით დადიხარ შერუთქები. აი როგორ აზრები, ფიქრები, რა ფიქრებიც არის გაბატონებული, ისეთი პრაქტიკული მოღვაწეობას ეწევი. თუ 24 საათი შენ ფიქრობ ქურდობაზე, აუცილებლად ვიღაცას რაღაცას მოპარავ. ესეა მოწყობილი ადამიანი. აი 24 საათი ეს ფიქრი თუ არის გაბატონებული შენ, ბოლოს გააკეთებ ამას, პრაქტიკაშიც განხორციელდება. ამიტომ დააკვირდე, რა არის შენში გაბატონებული, როგორი ფიქრები, ისეთი პრაქტიკული მოღვაწეობა გაქვს. ისეთი ლოგიკა გაქვს. გაბატონდება კარგი აზრები, გაბატონდება კარგი რწმენა, ზუსტად ესეთი რწმენა გაქვს. უკეთესი. დასკვნა. რომ ერში ადამიანი დადის მსოფლმხედველობით, აზრებით, ფიქრებით და ასე ეძებს მეგობარს გვერდზე, თავისიანს, სახელმწიფოსთან რო ითანამშრომლოს. ჩვენ ემოციით გავარდით რუსების გინებას, რომ დავანებეთ თავი, გაცვიდით და არიქა ამერიკელს გავახტით და შევახტით და ჰაერში მან ხელები არ გამოგვიშურა და ტყაპანი მოვადინეთ ძირს. ეხლა გავრივართ რუსეთისაკენ. ის არც დაგვინახავს. იმას არა აქვს ჩანაფიქრი, რომ ქართველებმა გაიხაროს, იბედნიეროს. ეგ ჩანაფიქრი რუსებს არასოდეს არ ქონიათ. მარქსისტულმა იმან კიდე რაღაცა ყველატილიანი ქვეყანა წამოჩიტა და ყველატილიანი ქვეყნის ყოფიერება გაამართლა. მარქსისტული ფილოსოფია არ ყოფილა ნაცისტური, რომ გავწყვიტოთ ყველა და რუსი უნდა იყოს. ეხლა კი იქ არიან ნაციონალური რუსები. იქ არიან კაპიტალისტური რუსები, რომლებიც სლავოფილობა აქვთ აკვიატებული და აი ზალები იტყვის რა. გრუზინი არა ისე ჩორნაჟოვი ტყენთი. მოვიდნენ გავანადგუროთ რითი ეკონომიკით. შევისყიდოთ ყველაფერი, ჩვენ შევიდეთ, ჩვენ და ტყავი გავაწროთ. აი ამას აკეთებს მართლმადიდებლური ეკლესია. ხო არის ოპტიმისტურად ერი, რომ აი
რუსეთი ახსნა. ვინ შემოიტანა ეგ? მიდიან სახსნელად. ქართველი უნდა გამოიყვანოს ეკონომიკური გაჭირვებიდან. ეგ პრობლემა აქვს ახლა საქართველოს. აბა ტვინის პრობლემა არავის არ აქვს, არავინ არ ამიდის იმით, რომ ცნობიერებას უნდა გადარჩენა. მიშველე რუსო ჩემი ცნობიერება იღუპება, ან ამერიკელო ჩემი ცნობიერება განმიახლე. ყველა მიდის რისთვის, იცი? რუსეთი ბაზარი, ახსოვთ ის კაიჭამა, კაისმა, რეზო ჩხეიძებს და იმეებს და მაგათ ვნახავ მე ჩალა გამოვლებულს. მე ისევ პატარა ბავშვი ვით, ახლა გაცვიდებიან იქითკენ. არაფერი არ გამოვა. პირველი ქართველმა უნდა შეიგნოს ჩვენი მტერი შიგნით არის, ჩვენი მტერის ეპიცენტრი ეს არის ის ქართული ცნობიერების მექა, რომელსაც დღეს თავკაცობს მართლმადიდებლური ეკლესია. თუ ამას ერმა არ შეუტია ცნობიერად, არაფერი წინსვლა არ იქნება. და მე მეუბნებიან, რომ ეს ჯერ არ გამოვაო. აი ესე იგი პრობლემა გაგრძელდება. მე მიყვარ ჩემი პატრიარქი, მე მიყვარ ჩემი მართლმადიდებელი, მე მიყვარ ჩემი საქართველო, არაფერი არ გამოვაო. ნაციონალური ისენი უკვე ქვეყნებში აღარ არ იშლება. სხვა იმაში გადადის პლანეტა. ფიზიკური საფრთხის ქვეშაც შეიძლება დავდგეთ. იმიტომ რომ დღევანდელი ომი სხვანაირი ომი არის. ეს აღარ არის ცხენებზე მოაჯდებოდნენ მუსულმანები, თემურლენგი რო გაიჭლიკინებდა, გამოიჭლიკ. ესეთი ომი აღარ არის. ეხლა არის ინტელექტუალური ომი, როგორც გითხარით, წმენითი ომი, ხო, სოფხედელობრივი ომი, ეკონომიკური ომი, ხო, კაპიტალისტური ის მოდი. შემოდიან გაგანადგო. დიდი კომპანიებით ჩაკლაპავ. წაგართმევ ყველაფერს, ჩემსაც შემოვიტან. დაუპირისპირდი აბარით. რით დაუპირისპირდები? რას ჩამოიტანს ესა და რას გვეტყვიან? ვნახოთ აგერ. რამისი აკისრი ახლა. შერიგება. რუსეთთან შერიგება უნდა იმ პირობებზე, რომელიც რუსები გვთავაზობს. თუმცა ქართველის პირობები მიიღოს რუსმა. რაც უფრო ამბიციური ადამიანი. ის ახლა თქვენ პირობებს გაითვალისწინებს? ამბიცია იმის იმიტომ რომ გაითვალისწინებს რა ამბიციური პირობას, მისი ამბიცია ილახება. და რუსები მოგეხსენება ამბიციურები არიან. ამ სიტყვის სატანური გაგებით. ის ახლა რამეს გაიმეტებს ჩვენში და მისი ამბიცია შეირხება მაშინ. მაგალითად, სოხუმს დაგვითმობს, მისი ამბიცია, ის ხო ქრისტიანი ჯერ არ არის. ისევ შერეკავს ჩვენ ხალხს იქა და ასახლებს, კომპენსაციას გადაგვიხდეს სახლები რო დაინგრა. არც იფიქროთ მაგაზე. ამიტომ ქართველები მიდიან რომ ყოველგვარი წინაპირობის გარეშე რა, იცი რა, მზად არიან, იცი ჩაიხადე შეგიძვრებით. და ამას არ გვეტყვიან. იმიტომ რომ ღირსება აქვს ქართველს. თუ ღირსება გაქვს შედალუჩულო, სადე მიდიხარ? მოყოლებული 20 წელიწადია, რამდენი ქართველი შეიწირა ამ სისულელე იმა, ხო? მან თარეშობდა ბოლო 20 წელი რუსული ჯარები. არც თურქული ჯარები შემოსულა, არც ამერიკული ბომბები იყო მან და ეს ნამუსი მაინცა და რამდენი ქართველი ბიჭი ჩაწვა მან და რამდენი ვისა დააублეს ქალები და დედები დააქვრივეს და რა ვიცი მე, ხო? და ესენი მიდიან, იცი რა, უნდა ჩავყალაპოთ ახლა ისა და თქვენს იგივე თურმე გზა არ აქვს. კი ბატონო, ნახოთ. გონია შაშიაშვილს. იმის მაგვირად რომ შეუტიებ ცნობიერებას და ჩვენ ცნობიერება გავაკრიტიკოთ და სააკაშვილი თუ არ იქნება იმ ცნობიერების მატარებელი, მაშინ გადავდოთ და კურსი კი არ უნდა შევცვალოთ. სააკაშვილი შევცვალოთ, მაგრამ კურსი არ უნდა შეიცვალოს. მისწრაფებები, ოცნებები ქართული კი არ უნდა იყოს. ზოგად საკაცობრიო, მსოფლიო ოცნებები უნდა იყოს. და ქართული ოცნება ეს არის მაგიდაზე ყანწით ჯდომა. ეს არის ქართული ოცნება. გაუთავებელი რესტორნები. სულ ეს პურიჭამა. ეს არის ორჯერ ახალი წელი, ორჯერ შობა. მაგიდასთან იწყება, მაგიდით თავდება, ხო? ერთი ნაწილი მაინც სკადება. აი ამისკენ მიდიხარ. კურსი თუ არ მიყავდა სააკაშვილს, ამაში ვეთანხმები ყველას რომ შევცვალოთ. იმიტომ რომ 9 წელიწად არ მაგირსე და მოდის ხალხი და რუსეთისკენ, რუსეთო. მათ ხო ვიყავით კაცო 200 წელიწადი. დასავლეთში არ ყოფილვართ არც ერთი წელიწადი. არც ერთი. ერთი წლიც მაინც ყოფილიყავით ევროპაში და მერე წამოსულიყავით. რა არის კაცო 200 წელი ვიყავით იმ საქონელთან და ისევ იქ მივდივართ. რისთვის გამოვედით? რა გვინდოთ? რატომ მოვდიოდით? და ეხლა ისევ უნდა ქალი რო კაც გაექცევა იბოზავებს და ეხლა მიმიღე რა. რომ მიგიღებს? ცოლად მიგიღებს? შეიძლება გახეხინოს ტუალეტები. ავის ამ ხალხის ვერ გამიგია კაცო. ჭეშმარიტება რა საწყენი არის. ეგრეა და ხო არა ვკლავთ ხო ზარბაზანს ხო არ ვესვრით. ესია და რატომ არის ესე? რატომ ხდება ესე რომ თვით გადარჩენაზე ჩალიჩობს ისა და არა სხვა რამეზე? ხო ყველასთან ეტენება ხან ერთს, ხან მეორეს, თუ გაწირავს, გაწირა გამსახურდია, გაწირა ედიკა, გაწირა სააკაშვილი, ესია. და გაწირავს ამას. ეგ არის ქართველების ტრაგედია, ეგ არის ეს რა უნამუსო ხალხია ესე, ხანდახან შეგწხვება ხოლმე, რომ არ ვიცოდე ახლა მე რაღაც რელიგია და რაღაცეები, მართლაც იცი დაიბოღმები რა. რაღაცნაირად იცი დაკომპლექსდები და რაღაცას უბედურებას გაწევ თავს და როცა უკვე ცოტა სიმაღლებიდან უყურებ პლანეტას, უკვე არაფერი სიმშვიდე გაქვს, არ შფოთავ. თორე ეს ადამიანები ადამიანურ დონეზე, გული გაგისკდება რა, ამდენი აფერისტობა, ამდენი მამაძაღლობა, ირგვლივ რა დონეზე არის, ხო? ვითომ ახლა გიждდებიან საქართველოზე და არიქა ევროპა ერთ შემთხვევაში ჯოჯოხეთია, მეორე შემთხვევაში უკვე სამოთხია, გააჩნია ვინ იტყვის და ვისი სიმპათია გაქვს. როცა უკვე მოიძულებენ ივანიშვილს, მე უკვე ბოროტება იქნება ევროპა. ესაგებია რა არის, ხა ეს манипуляცია არის და ეს უკვე პოლიტიკური ის არის რაღაცა.
გადაჯდომა გადმოჯდომის ამბავი ყოფერების გამაგრებაზე ჩალიჩობენ ესენი, ხო? ამათ კაი კაპიტალი აქვს და გაღლეტილი მღვდლები გადაყრილი ყავთ, მაგრამ თუმცა ისინი ხმას ვერ ამოიღებენ. არანაკლებად მაფიური წესები არის გაბატონებული მართლმადიდებლურ მაგ აი ორგანიზაციაში. არა და არ შეიხედა მან არც ჟურნალისტმა, არც აი არაფერი არავის არ გამოუფენია მანდედან. ყველა დუმს. არც ერთი კასეტა არ დაუდიათ მაგათი საწინააღმდეგო, ხო? და გუბაზასი და იმები დაგვიდეს. როგორ ისინი არ ლაპარაკობენ? და პირდაპირ ჰაერში დაფრინავს ყველა? რაღაცა ახლა ეს დაგუპავს ჩვენ და გუპავს კიდევაც ხო ქართველებს. მიდიან ახლა ნელ-ნელა იქითკენ და არა ვიცი ახლა ეკონომიკური ბედნიერება როგორ იქნება კაცო ეს ხელს უწყობს მამაძაღლობას ეს. სხვათა შორის ამორალიზმი უფრო მეტად გაიფურჩქნა მართლმადიდებლობაში ვიდრე ათეიზმში. ეს არ არის ფანტაზია. აი ქართველი ერის ამორალიზმი ახლა ნუ დავაბარლებთ რა ახლა ამერიკელები მანდ არ შემოსულა ტონობით. და საჯაროდ არ ეწეოდნენ დასავლეთელი ტურისტები ამორალიზმს. აი მართლმადიდებლობის გაჯეჯილებამ პარადოქსია რატომ გამოიწვია ამორალიზმი, იმიტომ რომ მართლმადიდებლობის მსოფლმხედველობა აკომპლექსებს, ასაჭურისებს და დევნის ფსიქოლოგების ენაზე ესე იგი ხდება შევიწროება იმ ლტოლვილებისა, რომელსაც ადამიანს აქვს ეს აი მიდრეკილება თქვა და ნგრევისა და სექსუალური იმისაკენ. და ამის ჩაწიხლა არ არის სწორე და ხდება ამისი გადასროლა სხვა იმაში. მოკლედ ხდება ამის იატაკქვეშეთში გადასროლა. და სახეზე არის გარყვნილება მაღალ დონეზე. და ისმის კითხვა, ხომ ათეისტურ ქვეყანაში უნდა ყოფილიყო ამორალიზმი? ნაკლები იყო. ამიჯერეთ ნაკლები იყო. ეხლა თვალსაცემია. პარადოქსი კიდევ ვიმეორებ. პროპორციულად რატო გაიზარდა მართლმადიდებლობასთან ზრდასთან ერთად ცნობიერში გაიზარდა უზნეობა, აღვირასნილობა და ამორალიზმი თავიდან ბოლომდე ესე იგი მაღალ ეშელონებიდან დაწყებული და დაბლა დამთავრებული. აი ერთი მავნე კიდე მართლმადიდებლობის. და ახლა არ დააბრალოთ დასავლეთსეგა და დასავლეთი არ არის გამხრწნელი ქართველი ერისა, ქართველი ერის გამხრწნელი არის შიგნით და უნდა მოძებნოთ ეგ. ვინ ხრწნის ქართველ ერს? მისი არასწორი რწმენა და არასწორი ხედვა ცხოვრებაზე და პოლიტიკაზე. დასავლეთში ვცხოვრობ, რომელიმე ვინმე გამიბედავს და მეტყვის გაირყვენი და მოკალი კაციო? მე არ შემხები არავინ. აი ისეთი სიჭერელე ქვეყანაში ვცხოვრობ მე. მე ისეთ უბანში ვცხოვრობ, ისეთ უბანში. ყველა კაცი გეტყვის რომ აი ამ უბანში როგორ ცხოვრობ? ისე როგორ შიშის ზარს ცემს უბანი ესეთი ამ ტორონტოში. რო რაღაც იმათ არის გამოცხადებული, ხო? აი მოდი ვთქვათ აი ქართულ ენაზე კრიმინალური უბანათ არის ცნობილი. აი ეხმე 11 წელი ცხოვრობ და არაფერი არ შემთხვევია. აი არც მე არც არავის. რაშვაშია? ხო დიდი მნიშვნელობა შემინახარ. ძალადობას კი არა აქვს ადგილი. და მე აქ კრიმინალი არ მინახია. რატომ აქვს სტატუსი ამას მე არ ვიცი. აი ამ უბანს და ამ რაიონს მე არ შემხვედრი არაფერი. მე რა ვიღაცას ხლავს. ერთმანეთში ახლა უამრავი ადამიანი ერთმანეთს რაზბურკები აქვს. მე რაშვაში ვარ. მე ხო იმ წრეში არა ვარ. წესები დაცულია. წესები ვიცი. მე კრიმინალური ბუნით ახლა ვერ შემაშინებ ახლა კრიმინალურ ქვეყანაში ცხოვრობდი მე საქართველოს. რა მნიშვნელობა აქვს ეგ? და აი მანდ რაც ხდება ესე იგი საქართველოში ახლა როცა ვიძახით რომ ირყვნება საფრანგეთია დამნაშავე გერმანია არის თურმე ამერიკა არის სააკაშვილი ყუყნის თურმე თვითონ არის გათახსებული სააკაშვილი ვერავის ვერ გაყუნის თუ შენში არ არის ეგ მოწოდება სააკაშვილი თუ არის ამორალიზმის მიცემული ეგეც მართლმადიდებლობის ბრალია სააკაშვილი და მთავრობა რო გაიხსნა სიტყვაზე ვიძახი მე არ ვიცი რა საკეთებენ ეგენი მაგათი აზრია მე დავაბრალებ არა სააკაშვილის არამედ მართლმადიდებლობას რა საკეთებს მართლმადიდებლობა რა საკეთებს შიოლაშვილი შეიყვარა სააკაშვილი მივიდა უთხრა მონანე გადაეხვია ყველაზე გულქვა ადამიანს რო დაინახავს რო გიხსიყო რაღაცნაირად იცი შერცხვევა მას და მტრობა აქვს თავიდან მოსული იმიტომ რომ ეს ტყუპის ცალი დატოვა შევარდნაძემ შიოლაშვილი არაფერი კავშირი არ არის ღმერთთან ცოცხალ ღმერთს ეს არ იცნობს ამას არ წამს არაფერი იქითა ცხოვრების და სახეზე არის ცინიზმი მამაძაღლობა შიგნით ხობე დაარტყეს კომფორტაბელური ცხოვრება მაღალი დონის ესე იგი ჩამოყალიბდა სასულიერო მოღვაწეების ელიტარული სასულიერული გაერთიანება და იქ რიგითი მღვდელს არ გააჭაჭანებენ თუ ვინმე გულწრფელი მღვდელია ის გიჟათ არის გამოცხადებული და სადღაც სოფელში ბერად აღკვეცავენ რომ გიჟი ხარ და იყავი შენთვის შიგნითაც რამდენი რამეა ჩასატარე სარემონტო სამუშაოები და ძირითადად მთლიანობაში მე მთლიანად უტევე მართლმადიდებლურ თეოლოგიას როგორც ყალბ თეოლოგიას მართლმადიდებლური თეოლოგიით ადამიანი ვერ გადარჩება ძირშივე მცდარი ეგ თეოლოგია და იძახე ხლა ღმერთი ესე იძახდნენ ლენინის სურათები და სტალინის სურათები შეიცვალა ხატებით არაფერი მნიშვნელობა არ აქვს რა რწმენა ქონდათ ლენინს და იმის ხალხს წითელი კუთხეები იყო და სურათები იყო სული ხატები მაშინ იყო კონკრეტული პიროვნებების ლენინი მარქსი ენგელსი სტალინი იყო მე მოაშორეს მე ამას დავუმატეს ედიკასი და ცოცხალი მოქმედი ხოლო ცოცხალი ადამიანებს
ეხლა კი ხატებმა შეცვალეს ეს და თან არც იციან ვისი სურათია ესა. ფანტაზია, მხატვრის ფანტაზიით შექმნილი ზოგადი ადამიანური სახე, რომელსაც დაარქვეს წმინდა ნიკოლოზი, წმინდა ბართოლომე, პეტრე, იესო, ვიღაცა გიორგი და აი ამაზე ლოცულობს ხალხი. იგივეს არ აკეთებდნენ კომუნისტები. რა სიმბოლოების გამოცვლით ჩვენ რამე გვეშველება? პირიქით, უფრო გაბრაზდება ღმერთი, რომ ჩვენ ღმერთს ვიყენებთ ახლა. მაშინ ვიყენებდით მატერიას. მატერია არ გაბრაზდა ჩვენზე. მატერია უპიროვნოა, სიყვარული არ აქვს, არაფერი არ ატარებს, სიკეთე არ აქვს, ის მატერია არის, უპიროვნოა. მატერია არ ბრაზდებოდა ჩვენზე და შურიზებას არ ქონდა აზრი. აი ახლა კი ცოცხალ ღმერთს ვიყენებთ ჩვენ. ჩხაპნით რაღაცების, ჩამოვკიდებთ, ვითომ ლოცულობთ, ვითომ ის საქმეებს ვაკეთებთ და მიდის გახრწნა. ეს დიდხანს გასტანს. არ ამგონია. არაპატიებს ღმერთი თავის სახელის ესე ამოსვრას ტალახში. არავის, იმიტომ რომ ბიბლია ამის მაგალითი სახეზე გვაქვს. ეს არაპატია ფარისევლებს. სოლომონის ტაძარი დაუნგრია. პარადოქსია, სოლომონის ტაძარი არ არის და ქართულ სამებაში თელი გრიალერი თითქოს ქრისტე მანდ არის მიატოვა სოფლიო მიატოვა ისრაელი რჩეულიერი მიატოვა აბრაამთან ფიცის დადება მიატოვა ყველა ჩამოვიდა საქართველოში და დღე-დაღამე ზის შიოლაშვიდან. არ არის პარადოქსი? ხალხო დაავადებულია ერი. მორწმუნე კაცი ვარ და არასოდეს არ ვიქადაგებ იმას რომ ღმერთს ვარი უთხრათ, მაგრამ არასწორი ურთიერთობა ღმერთთან დამღუპველია, როგორც არასწორი ურთიერთობა აქვს ქალს კაცთან, კაცს დამღუპველია ეს ორივესთვის. მაგალითად ქალი მოიყვანო და მასთან ქონდა სუროგატული ურთიერთობა, ეს დამღუპველია ფსიქიკას დააზიანებ ქალისას. შურს იძიებს შენზე. მას სწორი ურთიერთობა უნდა შენთან, როგორც ფსიქოლოგიური, ისე სექსუალური. და არა დამახინჯებული, გაუკუღმართებული ანანისტური ქალი გამოიყენო ანანიზმისათვის და მას არ მიეკარო. გადაგვარდება მისი ფსიქიკა? აი ასეთივე დამოკიდებულება ქართველებს ცოცხალ ღმერთთან ანანისტური დამოკიდებულება ის არ გვაპატიებს, შეურაცხყოფილი იქნება. ჩვენ მასთან არ მივდივართ, როგორც მოსიყვარულე ხალხი, გული უნდა გამოვიცვალოთ. აი ეს არის ჩვენი დაავადება და არ მალაპარაკებს არც ემოცია და ძალიან რეალისტი ადამიანი ვარ, მე ყველაფერს ვიღებ, რაც ღმერთმა გააჩინა ფარგლებში. მატერიასაც ვიღებ, იმიტომ მან მატერიას შეიქმნა, იმისთვის კი არა რომ ვარი უთხრა. სხეულსაც ვიღებ, მე და ზვირფასი რამეა ეს სხეული, მაგრამ არა ის რომ გავაუპატიურო ჩემი სხეული. ყველაფერს ვერ ჩავყრი ამ სხეულში. ეს სხეული მან მომცა იმისთვის კი არა რომ რანმენაირად ვიყო რაღაცა ავხორცი. პოხოტლივოსი უნდა გადავაგდოთ რუსულად. ავხორცი ქართულად შეიძლება შეითარგმნოს. პოხოტლივოც არის სილნე ჟელანიერო, ძალიან ძლიერი რაღაც მისწრება, ხორცს უნდა ეს. მე ვიღებ მოცემულს ღმერთმა რაც შექმნა. ამას ასკეტივით არ მოიქცევი, გავამათრახო ლოსნები ურტყა და მივაფურთხო ჩემს სხეულს. არა, მე რეალისტურ აი ჩემი ობიექტოს ამ ღმერთმა რო გააჩინა, ამას მე მადლობა ღმერთს რომ სამყარო შემიქმნა და კარგი ურთიერთობა მასთან მე ერთი ბედნიერება არის. კარგი ურთიერთობა სუფრასთან, ღვინოსთან, ვაზი გააჩინა, ერთი მადლიერება არის. მაგრამ დამახინჯებული ურთიერთობა მეც დამღუპავს. და რომ გავასწოროთ ურთიერთობა მატერიასთან, ცოდვადაცემულ მატერიასთან და სწორი კონდეს ურთიერთობა ადამიანებთან, რა არის საჭირო? ვისთან ურთიერთობა? ღმერთმა მით შექმნა ეს. აი ხლა თუ სწორი ურთიერთობა ქართველებს, ეს ჭირი რატო ჭირს მთელ ერთს მასიურად? დავტოვოთ პროცენტულად იყოს, ყველგან არის ამერიკაში ამ აგლოზები არ, მაგრამ მასიურად ეს ჭირი რატოა? ყველა სფეროში, ინტელიგენტებში, გლეხებში, პოლიტიკოსებში, ხელოვან ხალხში ერთი ჭირია. გაბატონდა ერთი ჭირი, ერთი კეთრი. სხვათა შორის ძველ აღთქმაში ლევიტელებში, ლევიტელები ძალიან ძლიერი წიგნი არის. მე-13, მე-14 თავი ეს კეთრზეა. ძალიან კარგი წინასახეები არის, ხო, რა კარგად არის დაწვრილებით კეთრის დაავადება და რის სიმბოლოა კეთრი. რას აკეთებს კეთრი? მე სამედიცინო თვალსაზრისით შეგვიძლია ჩვენ ამას გადავხედოთ. მე-15, მე-16 თავი უწყება უკვე დენა, სხეულიდან გამონადენებზია. შენიშნავ და უნდა განმარტო და ესე იგი ერთი არის აშკარა კეთრი, მეორე ფარული და რა კარგი სიმბოლოა ცოდვისა. ცოდვა რო ჩანს ეს განგაში სასატეხი, მაგრამ არის ცოდვა რომელიც დაფარულია და დამალული. ის არის ჩუმად, აი როგორც სხეულიდან გამოდის გამონადენები და არავის არ ეუბნებიან. მაინც უწმინდურად ითვლებაო წერია ლევიტელებში. ეს წინასახეები არის ხო ყველაფერი რაც მოცემულია მათ. ჩვენ გელაპარაკებით მაგ იმაშია ქართველები. ეს კეთრი ტოტალურად თელ მოსახლეობას გადაედო. კეთროვანია ქართველი ერი და აქედან უწმინდურია. უწმინდურს ღმერთი არ იღებს. უნდა დაფიქსიროს რომ კეთროვანია, რათა გაიწმინდოს და მერე მიიღოს ღმერთმა. და ამის მაგალითებია ფიზიკური კიდე ახალ აღთქმაში, ხო, ლუკასთან 10-დან
9 რო განიკურნა და არავინ არ მივიდა მადლობის მოსახდელად. ეხაც კარგი ფსიქოლოგიური მომენტია. მართლაც არასოდეს არ ელოდოთ ადამიანისგან მადლიერებას. რაც არ უნდა გავუგებთ, თქვენ გინახიათ, რამდენი რამე კაი თუ გაგიკეთებიათ, ვინმეს მადლობა მადლიერი ყოფილა? ალბათ თითზე გექნება ჩამოსათვლელი. მე ჩემთვის მე არ შემხვედრი ესეთი ადამიანები. ბიბლიაში წერია 10-დან 1 დაბრუნდა. და ძალიან ბევრი ბოღმიანი იმიტომ არის, რომ რა არის კაც გაუკეთე მადლიერი არ არის რა. ამიტომ არ ღირს ამაზე შფოთვა. წინ და წინა ვიცოდე საქმეს რო აკეთებ, იმისგან ველოდები მადლიერებას. გადაირჩენ შენ თავს. ძალიან ბევრი დაბოწყლობით ატარებს ბოღმას რომ რა გაუკეთე რა დავეხმარე და რა ატარებს და ატარებს წყლობით ამ სისულელეს. მან არ იცის ქრისტეს როგორ მოექცნენ. ხუმრობთ რა რისგან გაანთავისუფლა ხალხი? ერთი დაბრუნდა იქ. და კეთრი საშინელი დაავადება იყო. ეხლაც არის აქა-იქ პლანეტაზე. და რა კარგად არის შედარებული ეს ცოდვასთან, რომ ეს სიბილწე და სიბინძურია და ბინძურს ცოდვა დაცემულს ღმერთი არ იღებს. უნდა გაიწმინდოს და რამდენი წინასახეებია ამისთვის რა რიტუალია ჩასატარებელი, რომ ეს გაიწმინდოს, რაზე მიგვანიშნებს ეს მაცხოვარზე, კრავზე, რომელმაც თავისი დაღვრილი სისხლით უნდა ჩამოგვერეცხოს ჩვენ ეს სიბინძურე. აი მას რატო არ ხადაგებს ეკლესია? რა ჯანდაბა არის, ამიტომ ვიძახი კაცო. ეგ რელიგია რა პრაქტიკულ იმეებს გაძლევთ თქვენ შედეგებს. რამე მოუტანია თქვენთვის. აი ამ ხატებთან ლოცვას თუ რაიმე მოაქვს ამიხსენით. ხო, რაღაცა ანგული უნდა იცვლებოდეს, ან ეკონომიკურად უნდა იცვლებოდეს. პირიქით, მთელი არის საგიჟეთშია, ხო? როდის გაიგებს ამას, რა სიბნელია, ასეთი რა ფარდაა გადაფარებული. ბიბლიაში თითქოს და ყველა მიცოდა ყველაფერი, გამალielis მოწაფემ სავლემ იცოდა ყველაფერი და ქრისტე ვერ შეიცნო ვერავინ, როგორც ღმერთი. მიუხედავად იმისა, სასწაულებს ახდენდა და კიდე თხოვენ, იცი? ნიშანი გვაჩვენი, აბა თუ ღმერთი ხარო. კაცს ეუნები, რომელმაც 2 თვეებზეთა და 5 პურით 5000 კაცი დააპურა და მე 2 საათის მერე კიდე თავაზობენ. აბა გითხარი ნიშანი, ღმერთი ხარ? ვის ძალუც ასეთი სასწაულის მოქმედება, რაც მან გააკეთა, დადაყოლილი ბრმას თვალის ახელა. დრის გაცოცხლება. ყველაფერის პროცესები რო უკან დააბრუნა. კანონები მან უკან დააბრუნა. ახალი არაფერი არ შეუცვლია. მან ის კანონები დააბრუნა უკან. ესეთი რამე გააკეთა მან. ეს სასწაული ჩემთვის ძალიან ლოგიკური კანონი არის და არაფერი არ არის. მან ისეთი რომ თქვათ რომ ეს ზღაპარია. შესაძლებელია, იმიტომ რომ კანონები მან დადო. და ამ კანონების შეუძლება გაშლა და უკან დაბრუნებაც და მან ლაზარეს აღდგენებაში არის დაბრუნება იმისა უკან. და მე გარკვეული ხნის მერე ლაზარე გარდაიცვალა. გაწავიდა, დატოვეს ქვეყანა. მიუხედავად ამისა, ეს კაცი დაადანაშაულეს რომ ღმერთი არ ხარო. ეს ხდება ისრაელში. თან ქრისტე დადის. თქვენ წარმოიდგინეთ ახლა რა ხდება საქართველოში. დოსტოევსკის ამაზე ძალიან კარგი ის აქვს ერთი თავი, თუ გინდა გადახედეთ ქართულად არის ივანე კარამაზოვი როწერს აი ამ ლეგენდა დიდი ინკვიზიტორზე. როგორ ყვება მაგ ისტორიას ძმასთან რო კამათი მიდის და ლაპარაკი რომ ქრისტე რო შემოვა აი ამ სამყაროში და ქრისტეს როგორ ელაპარაკებიან და რას უჭე, კაი, იცი თავი დამანები, ხა წადი ქრისტეს რო აგდებენ. დოსტოევსკის ეს იმას ჩაიხედეთ ნახეთ. სუსტად ის მდგომარეობა დღეს ქრისტეს მართლმადიდებლებიც არ მიიღებენ. და მართლაც არ იღებენ. სიტყვიერად მე რო გამოვიდე და ქრისტეზე ილაპარაკო თქვენ, მიიღებენ? გამოგეკიდებიან. რო ეხლა შემოვიდეს ქრისტე როგორც იმ ლეგენდაში არის და შევიდეს სამებაში. შიოლაშვილი არ ეტყვის ეხლა იცი თავი დამანები წადი რა. არ ეტყვის? ეტყვის. იმიტომ რომ ეს განხორციელდა ერთხელ. არავინ არ მიიღო იესო როგორც ღმერთი დროულ კონკრეტულ სივრცეში პირველ საუკუნეში. დაიჭერეს და ჯვარზე გააკ. რაზეა ხალხო ლაპარაკი? რა კაი მაგალითი გვიდევს. მანდა ერთი სასწაულიც არ გაუკეთებია არავის მანდა. და უცნაურია სასწაულის შემქმნელ კაცს სასწაულს თხოვდნენ და სასწაულის არ მოქმედ კაცს ერთხელ სასწაული აგუთქვია თქვენ აბე შიოლაშვილო თუ ხარ ღმერთთან გააკეთე რამე. მოსეს თხოვდნენ, პავლეს თხოვდნენ. იესოზე ხო ლაპარაკი არ არის. შიოლაშვილს რატო არ თხოვ? რა არის გაუბედურება და ბრმად რატო წამთ? არ არის უცნაური, ესე იგი უფრო დაბნელებულ ეპოქაში ვცხოვრობ. ვიდრე ის საუკუნე.